ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დროის სამართალს, რომელიც საქართველოს ტალღის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში თავისუფალი არხის მეშვეობით გვაქვს საშუალება, რომ თქვენთან გქონდეს პირდაპირ ეთერი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თავისუფალ არხს და ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს ჩვენ სოციალურ გვერდებზე, Facebook გვერდზე და რა თქმა უნდა ჩვენს YouTube გვერდზე და მადლობა ამისთვის, რომ აქტიურობ და ხარ ჩვენთან ერთად. დღეს არის გადაცემა დროის სამართალი, მე ვარ ამ დღეს წავიყვან. მე ამ გადაცემას ხოლმე ჩემი სტუმარი არის იურისტი, ტელეწამყვანი ყოველთვის, ნაცნობი განსაკუთრებით ჩვენი პლატფორმისთვის და საზოგადოებისთვის, თენგო ომანიძე, ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის წევრი. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. მადლობა მერაბ ასეთი ჩვენ კი ბატონო ჩვენ შევეცდებით რომ მოკლე ანონსი რომ თქვათ რა თემაზე ვისაუბრებ დღეს თავდაპირველად დაეთმობა თემა იმ საქმეს რომელ საქმესაც ჩვენ ერთი როგორც სამართლებრივად იურიდიულად ვაშუქებთ და თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ვესწრები პირადად მე ჩვენი კორესპონდენტები, ოპერატორი და ჟურნალისტები, შემდეგ უკვე ჩვენ ამ პროცესის ყველა პროცესის მიმდინარეობას და შესაბამისად კომენტარებს, როგორც ბრალდების მხარეს პროკურორის, ასევე ადვოკატების მხარეს. საქმე ეხება ლევან ჯანგულაძის მკვლელობის საქმეს, რომელიც მოხდა ვაკეში. საზოგადოებისთვის საკმაოდ ისეთი ფაქტია, ყველამ კარგად იცის, კანონიერი ქურდის ძმა მერაბ ჯანგულაძის ძმა ლევან ჯანგულაძე, რომელიც მოკლეს ვაკეში. ნუ სამართლებრივად რა ვიცი ჩვენ ამ საქმეზე. ესე უშუალო დეტალები, რომელზეც ჩვენ დღეს ვაპირებთ უკვე რომ ვისაუბროთ ღიად, ხმამაღლა და ალბათ ამას გვაძლევს ამის უფლებას ისიც რომ გუშინ იყო უკვე ბრალდების საბოლოო დასკვნითი სიტყვა 8 თვის განმავლობაში პროცესი რომელიც მიდიოდა და მიდის გუშინ ბრალდების მხარე ბატონმა ლევან ვეფხვაძემ მის საბოლოო სიტყვა მას ჰქონდა 350 გვერდიანი სიტყვა მე პირადად ვესწრებოდი ამ პროცესს რა თქმა უნდა ესწრებოდნენ ასევე როგორც დაცვის მხარე ბრალდების ადვოკატები საუბარია ბატონ გიორგი მიქაძეზე დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძის ადვოკატები რა თქმა უნდა ესწრებოდა ასევე ბატონი ლევან ვეფხვაძე და მისი თანაშემწე და რა თქმა უნდა ესწრებოდა დაზრარებული ოჯახის წევრები როგორც ყოველთვის ხდება და ესწრებიან ყოველთვის ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ვისაუბროთ და სწორედ იმიტომ თქვი რომ გვაძლევს დღეს საშუალებას უკვე მეს და თენგოსაც რომ ბევრი დეტალზე ვისაუბროთ რომელიც უკვე რაზეც თქვა შეიძლება ჩვენ ადრე არ საუბრობდით არა იმიტომ რომ ემი დასამალი არამედ პროცესი უშუალოდ ბრალდების ხელ მიდიოდა პროცესი ხვალ არის უკვე დასკვნითი სიტყვა ადვოკატების და ჩვენ ზუსტად აი ბრალდების ნაწილზე გვინდა ვისაუბროთ დღეს და მხოლოდ ბრალდების იმ სიტყვაზე რომელიც სიტყვა საკმაოდ დიდი იყო სხვათა შორის მე პირადად თენგო და იცი ეს შენ და ვიცი კესრებოდა საზოგადოება ახალი არაფერი არ გაგვიგია გარდა ისევ იმ არ ვიცი ფაქტებსაც ვერ დავარქავი თუმცა მოლოდინი იყო იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვესმოდა შენ თქვი რომ თავს ვიკავებდით ბევრი რაღაცის თქმის ბევრი ანალიზისგან ბევრი იქიდან გამომდინარე ხდებოდა ეს ზუსტად რომ ჩვენ მუდმივად გვესმოდა პროკურორის მხრიდან ყველა ინტერვიუ რომელსაც ჩვენ ვიწერდით რომლებსაც ის თავად პროკურორს როცა ვეკითხებოდით პირადადაც აი მოვა ბრალდების დასკვნითი სიტყვის დღე და მაშინ გაიგეთ ამ ყველაფერს რა მოვიდა გუშინ იყო სწორედ ამიტომ 8 საათი გიყოლობდა ხო ამ დიდი მადლობა დახმარებისთვის სწორედ ამიტომ დიახ და დეტალებს რომელსაც არ ვამბობდით ან ვერ ვამბობდით არა იმიტომ რომ მე დამალული იყო ან დაფარული იყო არამედ იმიტომ რომ ბრალდება სწორედ ეს არგუმენტი ქონდა ბატონ ლევან ვეფხვაძეს ხა ჩვენ როგორც ჟურნალისტ მე და როგორც პიროვნულადაც ჩვენ ხა
მას სხვა შორის ჟურნალისტებთან არ უჩის მას ურთიერთობა და საკმაოდ გახსნილია ის ჟურნალისტებთან ყველა ჩვენ კოლეგასთან მათ შორის ჩვენთანაც და მან ის ყოველთვის ამბობდა რომ რამდენიმე ჯერ კითხვა პირადადაც დაუსვი სხვა ჟურნალისტებმაც დაუსვეს და აი დასკვნით სიტყვაში ნახავთ როცა მეკითხებოდით რომ აი ეს ფაქტი ეს მტკიცებულა ასე შევა მოკლედ გუშინ იყო ბრალდების დასკვის სიტყვა მაგრამ ვიდრე ჩვენ უშუალოდ გადავალ გუშინელ დღეზე და საკმაოდ დიდი იყო ეს სიტყვა 5 საათამდე გრძელდებოდა ეს სიტყვა ბოლოს საინტერესო იყო სამართლებრივი ნაწილიც მისიც და რა თქმა უნდა ნუ მან ასევე თქვა რომ საბოლოო სიტყვის დროს მან მოსამართლეს მიმართა უთხრა რომ მას იმედი აქვს სასამართლოს ობიექტური სამართლიანი განაჩენის და მან თქვა რომ ასე ვთქვათ ბრალდება უკვე დასრულებულია ბრალდების საქმეს ბოლომდე და სამართლებრივი ნაწილი დაასრულა და ბატონ რომეო ტყეშილაშვილს მოსამართლეს უთხრა რომ აწი უკვე თქვენზეა სამართლებრივი და ადეკვატური განაჩენის გამოსატანადო მაგრამ ვიდრე ჩვენ ამას დავიწყებთ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო რამ იცით რომ და საზოგადოება მიცის რომ ბატონი გიორგი მიქაძე 27 წელია უკვე რო იცოდეთ იმიტომ რომ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი ბოლო პერიოდში გახდა ეს ცნობილი როცა პირველად ჩამოვიდა კანადის საკონსულო წარმომადგენელი და ასევე ადვოკატი ბატონი გიორგი მიქაძის ოჯახი 27 წელს განმავლობაში გახლავთ კანადის მოქალაქეს ანუ ბატონ გიორგის და მის ოჯახს 27 წელია უკვე ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ რა თქმა უნდა მე პირადად ვარ ძალიან ახლო წევრი ამ ადამიანის, ოჯახის წევრის, არაერთხელ ყოფილა ბატონი კოტე მიქაძე ჩვენი გაცემის სტუმარი, საკმაოდ ღირსეული კაცი და საკმაოდ სამაგალითო ადამიანი და არაერთხელ ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, მეც არ დამიმალავს და რა თქმა უნდა აქ სუბიექტურობაზე არ ვიცი როგორ ამილაპარაკო, მაგრამ სუბიექტურობა კი არა აქვს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის რაც თქვი ადრეს ვამბობთ კიდევაც ვიდრე ეს ფაქტი მოხდებოდა მისი ოჯახის მიმართ ჩვენ ის ყოველთვის ვამბობდით და ვამბობ კიდევაც რომ ეს არის ოჯახი და ეს კაცი გახლავთ ადამიანი რომელიც ნუ ჩვენმა ტელევიზიამ და მაყურებელმა იცის ეს ადამიანი სხვა შორის არა მხოლოდ ჩვენი ტელევიზია ბატონი კოტე მიქაძე გახლავთ საკმაოდ ღირსეული ადამიანი არაერთი როგორ თქვა თავის დროზე საკმაოდ პასუხისმგებლიან თანამდებობაზე ნამუშევარი, ღირსეული კაცი, ღირსეული ოჯახი და მათ შორის პროფესიონალი თავის საქმის და ასევე მისი კულტურული შემოქმედებითანაც იცის ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი ის არის არაერთი ძალიან ბევრი დიდი საზოგადოების და არა მხოლოდ ჩოხოსანთა რაინთა დასის ერთ-ერთი დამფუძნებელია რომელიც პატრიარქის სურვილით იყო სხვათა შორის და მისი თხოვნა იყო და მისი იდეა იყო როცა ბატონ გოგიდოლიძესთან ერთად შეიკრიბნენ და პატრიარქს ქონა სურვილი რომ ჩოხოსანთა საზოგადოება დაარსებულიყო სხვა შორის მე ახლა ხანს გავიგე რომ ბატონი კოტე ყვებოდა უკვე უწმინდეს გარდაცვალების შემდეგ რომ უშუალოდ უწმინდესმა დაწერა ის ტექსტი როცა ბატონი გოგიდოლიძე და ისინი მივიდნენ მასთან საპატრიარქოში ეს არის ბატონი კოტე მიქაძე გახავთ ასევე რა თქმა უნდა ერთ-ერთი დაფუძნებული ამას გარდა ის არის საპატიო პრეზიდენტი და მრჩეველი ძიუდოს ფედერაციის მას არაერთი სხვა ქვეყნის პოლონური ქვეყნის მაღალი ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული მოკლედ ბევრი ვარ გავაგზავნოთ ამას იმიტომ ვამბობ რომ დიახ ჩვენთვის ეს გარდა იმისა რომ ჩვენ პირადად სამართლებრივადაც გვაინტერესებს ეს საქმე და იურიდიულად და ჟურნალისტურადაც ვუდგები და ვაშუქებთ ობიექტურად ამ კუთხით გარდა ამისა რა თქმა უნდა არის ის რომ მე რადგან თქვი რომ ბატონი გიორგი მიქაძე 27 წელია მისი ოჯახი უკვე არის კანადის ორმაგი მოქალაქეობა აქვს სწორედ საზოგადოება შევახსენე რომ მანამდე ჩამოსული იყო კანადის საკონსულო წარმომადგენელი იცით რომ კანადის საკონსულო არის თურქეთში საქართველოში არ არის კანადის საკონსულო არის თურქეთში და ამას გარდა კანადიდან ჩამოსული იყო ადვოკატი რომელმაც მოამზადა ის შეხვედრა უკვე გუშინ წინ ღამე საქართველოში ჩამოვიდა ბატონი ბრაიან გრინსპენი ეს უკვე გახლავთ სისხლის სამართლის ადვოკატი ლობისტი სხვათა შორის ის უკვე პირადად ჩამოვიდა მეორე ვიზიტი უკვე ის პირადად ჩამოვიდა ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი რომელიც უშუალოდ ესწრება უკვე პროცესებს გუშინ დაესწრო ბატონი ბრაიანი სხვა შორის პროკურორის განაჩენს ჩვენ უზრუნველყავით და სასამართლომ უზრუნველყო მისი დასწრება ჩვენ უზრუნველყავით და ოჯახმა უზრუნველყო რომ თარჯიმანი ყოფილიყო სინქრონული თარგმნა ხდებოდა მეც ვახდი გუშინ პროცესზე
მასთან ერთად გვერდზე ვეჯექი და შესაბამისად ბუნებრივია გუშინ უკვე პირველ პროცესს დაესწრო ბატონი ბრაიანი აგრძელებს და აქ იქნება საბოლოო განაჩენამდე იცით რომ ხვალ არის ადვოკატების დასკვნითი სიტყვა 11 საათზე იწყება და მოკლედ ვიდრე ჩვენ გადავიდოდეთ ბრალდების ნაწილზე გვინდოდა გეთქვა რომ და გვინდა რომ ძალიან მოკლე პატარა სიუჟეტია ბატონ ბრაიან გრინსპენზე რომელიც ჩვენ დავხვდით სხვა შორის ძალიან ესეთი არა სიტყვა ძუნწი არამედ საკმაოდ ისეთი ადამიანი რომელიც არ გამოირჩევა და მას ხარ სურს რომ გუშინ მან პრესასთან გააკეთა სრული ინტერვიუ მაგრამ ჯერ კიდევ უკვე შემდეგ უკვე მოსაჩვენებლად როგორც საქმიან ადამიანს ჯერ ელოდება ბოლომდე ისმენს ყველა დეტალს საქმესთან დაკავშირებით გუშინ მოისმინა ყველა დეტალი ყველა სიტყვა სხვათა შორის ძალიან ისე გულდასმით უსმენდა ყველა სიტყვას იცით რომ თარგმნა ხა სინქრონში ხდებოდა მაგრამ მაინც ბატონ ლევან ვებხვაძე სხვა შორის ძალიან ჩქარი ტემბრით ხმამაღალი ტემბრით საუბრობს მაგრამ არ არის მარტივი მისი თარგმნა მაგრამ თავიდან ბოლომდე იქნა ნათარგმნი უმაღლეს დონეზე ბატონ ბრაიანმა მოისმინა ყველა სიტყვა მან თავის დასკვნები გააკეთა ოღონდ ჯერჯერობით ის არ აკეთებს არაფერ ღიარ განცხადებას ის დაესწრება ბოლომდე პროცესს და უკვე შემდეგ რა თქმა უნდა იქნება ბრიფინგიც მასთან შეხვედრა და ასევე გააკეთებს უკვე თავის დასკვნასაც დადებს და უბრალოდ ისე შეხსენებისთვის მინდა შევახსენო საზოგადოებას და მრჩეველს და ასა ჩვენ მაყურებელს და მსმენელს მაგალითად ბატონი ბრაიანი კანადაში ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ იმ კონტინენტზე არამედ ევროპის კონტინენტზეც მას განახორციელებული აქვს არაერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის და ცნობილი საქმეების გახმაურებული საქმეების ახლა ჩვენ შემთხვევაში გახმაურებული საქმე ცოტა სხვანაირად ჟღერს მაგრამ იქ მართლა გახმაურებულ და მძიმე საქმეების და ცნობილი ადამიანების ადვოკატი გახდათ ის უზრუნველყოფდა მათ დაცვას უბრალოდ ჩამოთვლი ძალიან დიდი ასია მაგრამ ისე რომ ვიკიპედიაში ნებისმიერ ადამიანს რომ დაწეროს თავადაც ნახავს სხვა შორის გუშინ რამოდენიმე ხნით ქონდა საშუალება როცა ღამე ჩვენ დავხვდით და ჩვენი გუნდის წევრები ვიყავით იმის სულები რომელიც სიუჟეტსაც ნახავს ისე გავესაუბრეთ რომ მაინტერესებდა უკვე პირადი ანუ რამოდენიმე მსახიობსაც იცავდა ის ცნობილს ჰოლივუდის ვარსკვლავს კი ბატონო უბრალოდ ისე რომ ჩამოთვალოთ ალან ინგსონი ეს გახლავთ ჰოკეის აგენტი და NHL-ის სხვათა შორის მოთამაშეთა ასოციაციის დამფუძნებელი მის საქმეს პიტერ ნიგარდის პროცესს ასევე ისა აკვირდებოდა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლავთ ის და რომელიც გახმაურებულ საქმეები რო ვთქვი საკმაოდ გახმაურებულ საქმეებზე აქვს ლაპარაკი და ასევე ნაომი კემბელის ახლა ველოსობის მაირონ გოტლინგის სხვათა შორის და ძალიან დიდია სია რომელსაც ეს ადამიანი იცავდა და დიახ ეს ადამიანი ეს სხვა შორის ღია წყაროშიც არის აი მაგრამ მხოლოდ ესია მისი ბიოგრაფიიდან სხვა ბევრი წარმატებულ საქმეზე არის ვიკიპედიაში შეუძლებელი კი ბატონო ხო ამიტომ ვთქვი რომ ხა ჩვენ ჩვენ არ გამოგვიყვანს ამას ეხა მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით რომ საქმე მართლა შეეხება იმ ავტორიტეტის მქონე ადამიანს რომელსაც უწევენ ანგარიშ მსოფლიოს სამართლებრივ წრეებში არა მხოლოდ კანადაში თუმცა კი ბატონო თუმცა მან შეძლებს დაგორათ ის გაეცნო საქართველოს შესაბამისად სისხლის სამართლის კანონმდებლობასაც ეხა იცი რომ მარტივი არ არის მაგრამ ის უშუალოდ აკვირდება არა მხოლოდ აკვირდება არამედ მან ასევე ნახავს უბრალოდ წმინდა მაყურებელი არამედ წინასწარ მაგრამ სხვათა შორის ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი გუშინ ლევან ვებხვაძის მხრიდან წარმოდგენილი საკმაოდ დიდი ეს თუმცა შიგნით შეფასების ნაწილია რა თქმა უნდა ჩვენი და რა თქმა უნდა ჩვენ შეფასება გვექნება ამიტომ მანამდე იმიტომ არ ვაფასებით რომ ველოდებოდით ბატონ ლევან ვებხვაძე ამოდა ბოლო სიტყვაში ნახავთო იმ კითხვებს რასაც მედია უსვავდა და ნუ უკვე ნახეთ მოვისმინეთ და შესაბამისად შეფასებას ვაკეთებ ბატონ ბრაიანსაც რამოდენიმე ისეთ კითხვა გაუჩნდა რომ ნუ ძირითადად რასაც ახლა თარგმნით და მას ესმის ძირითადად მაინც საუბარი იყო რომ სამწუხაროდ ჯერობით მესმის მთელი 4 საათის განმავლობაში ფაქტი რომ ეს ადამიანი მოკლეს და გარდაიცვალა. რაც ისედაც სადაოდ არავის ხო, მაგრამ კი ბატონო, ამაზე მე ვისაუბროთ ჩვენ. მოდი ვნახოთ ახლა სიუჟეტი ბატონი ბრაიან გრინსპენი, გიორგი მიქაძის, ამჟამად ბრალდებული გიორგი მიქაძის ადვოკატი, კანადელი ადვოკატი, რომელიც არის ჩამოსული და აკვირდება პროცესს და ის პროცესის ბოლომდე გამოცხადდა მოსამართლეს საბოლოო სიტყვის გამოცხადება, განაჩენის გამოცხადებამდე იქნება აქ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იქნება მას შეფასებების და იქნება ბრიფინგი, სადაც გააკეთებს უკვე სხვა განცხადებებს. ნახოთ ეს სიუჟეტი მისი ჩამოსulis და შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. And our meeting is serving this end. It has been going on for months.
Before that, the investigation had been going on for months. So the analysis of the evidence, არავითარი ანალიზი გეცემულების it's got to be a very generalized approach. ძალიან განზოგადებული მიდგომა უნდა გავუშვათ. I'm not even sure I can tell you that. ჩემ წარსულსაც ამ ჩემ პროფესიულ გამოცდილებაზეც იცოდე. After political science background as an undergraduate, მაშინ ესე იგი სანამ დავამთავრებდი პოლიტიკური მეცნიერების კურს უნივერსიტეტში, I respect the nature of the trial and the უნებას strength of the evidence. So და რომ please understand, სწორად გამეთქვა შეიძლება Well, I've been asked to consult with the legal team in Tbilisi in order to provide advice from a Canadian perspective with respect to the ongoing trial and to provide whatever assistance I can in terms of what the Canadian position would be. It may have certain impact on the court recorders დღეს ჩამოვიდა ბატონი გიორგი მიკაძის ადვოკატი, ვინაიდან ის არის კანადელი მოქალაქე, ბრაიან გრინსპენი, რომელიც არის კანადაში ერთ-ერთი უძლიერესი ფილმის დამფუძნებელი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ლობისტი და ის განახორციელებს თავიდან ბოლომდე მონიტორინგს ჩვენი პროცესის. ის ჩართულია თავიდანვე იცის ყველანაირი დეტალები სისხლის სამართლის საქმის და ბოლომდე გაუძღვება ამ საქმეს ჩვენთან ერთად. I fancy one myself. the nature of the trial and the უნებას strength of the evidence. So და please understand, სწორად გამეთქვა შეიძლება Consequently, this is my personal opinion. There will be response to that not only in the Georgian legal environment community, but what change our souls and after political science background as an undergraduate, machine სანამ დავამთავრებდი პოლიტიკური მეცნიერების კურს უნივერსიტეტში, მოკლედ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ ნახეთ მასალა, პირველი ჩამოსვლა ბატონი ბრაიან გრინსპენის, კანადელი საკმაოდ ცნობილი ადვოკატის, სისხლის სამართლის ადვოკატის და შესაბამისად ადამიანი, რომელიც უკვე აკვირდება, უშუალოდ ჩაერთო, აკვირდება ბატონი გიორგი მიკაძის საქმეს, ის გუშინ დაესწრო პროცესს, დაესწრო თან ზუსტად კარგია რომ თქვათ ის სხვა შორის მას აუცილებელიც იყო რომ ჩამოსულიყო ზუსტად ბრალდების დასკვნით სიტყვაზე, ბატონ ლევან ვეფხოძეს სიტყვაზე და შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გიორგი მიკაძე, რომელიც ამჟამად იმყოფება საპატიმროში და მას ბრალი აქვს წარდგენილი სწორედ ორგანიზების კუთხით, რომ მას ედავება გამოძიება, ედავება ორგანიზებას ლევან ჯანგოლაძის ყოლობის ორგანიზებას, გიორგი მიკაძეს, დავით მიკაძეს, მის ძმას და ასევე გიორგი ჯოხაძეს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბატონი გიორგი მიკაძე და მისი ოჯახი 27 წელია უკვე კანადის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ანუ კანადის მოქალაქეები არიან და მათ შორის საქართველოსიც, მთელი მისი ოჯახი და რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ ვიდრე პირველი ვიზიტი, რომელიც იცის საზოგადოებასაც საკონსულო წარმომადგენლიც იყო და მაშინაც ადვოკატი ესწრებოდა, დღეს უკვე ჩამოვიდა, უკვე მეორე ვიზიტი არის უშუალოდ მისი სისხლის სამართლის ადვოკატის, რომელიც განაჩენის გამოცხადებამდე იქნება აქ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ისინი მოემზადებიან და მოამზადებენ მის საბოლოო დასკვნით სიტყვასაც, ასე ვთქვათ, შეფასებებს, რადგან ის ასევე გახავთ ლობისტი და შესაბამისად ბუნებრივია კანადის სახელმწიფო მის მოქალაქეებზე იზრუნებს ყველგან და ყოველთვის, სხვათა შორის კანადას. ოღონდ ამ შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანია ესეც აღვნიშნოთ, ეხლა საქართველოში ამ სიტყვას ლობისტს არ აქვს მაინდა-მაინც კაი კონოტაცია. ლობიზმში ამ შემთხვევაში რა იგულისხმება, რომ ეს ადამიანი არის ავტორიტეტი ამ სფეროში, მსოფლიოში, არა მხოლოდ კანადაში, მსოფლიოს სამართლის წრეებში, სამართლებრივ წრეებში არის ავტორიტეტული მისი სიტყვა
კი ვთქვათ ისიც რომ ის რა თქმა უნდა არც იკადრებს კი არა თავის თავს არ აკადრებს თავის პროფესიონალებს არ აკადრებს იმიტომაც აქვს მაღალი ავტორიტეტი ამ ადამიანს რომ რასაც ის იტყვის ის ამ სიტყვაში არის დარწმუნებული და ის ხალხიც ვინც მას უსმენს იცის რომ აი ნამდვილად საქმე აქვს ადამიანთან რომელიც აფასებს ობიექტურად ამ პროცესს არა მხოლოდ ამ პროცესს ნებისმიერ პროცესს და ეს მაღალი ავტორიტეტიც რაც ამ ადამიანს დაგროვილი აქვს მთელი 52 წლის განმავლობაში ის არის სისხლის სამართლის სპეციალისტი ამ სფეროში და მთელი ამ პერიოდის მანძილზე 9 საუკუნეზე მეტი ამ საქმეში მუშაობს სწორედ აი ამ გზით აქვს მას ეს მაღალი ავტორიტეტი ლობიზმში იგულისხმება სწორედ ეს რაც სორია და მართალია შენაც განმარტება გააკეთე ლობიზმთან დაკავშირებით საქართველოს ცოტა სხვანაირად გვესმის და ჩვენი ბრალიც არის ჩვენი რა პოლიტიკოსების ბრალია რომ ხშირად ლობიზმი ნუ დაკავშირებულია მხოლოდ რომ ხო გიორგი ვაჟაძე კირაობს იმ ლობისტებში არ უნდა თუმცა როგორც კანადაში ამერიკაში შეერთებულ ევროპულ ანუ დასავლურ ნებისმიერ თანამედროვე დღეს ანუ ასე ვთქვათ სიტყვათა ლექსიკონში როცა ადვოკატი საუბრობს ეს არა ლობიზმი არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკოსების ის არ არის მარტო პოლიტიკოსი სხვა შორის ძალიან საინტერესო რა მოხდა იცი რომ ჩვენ სწორედ ის იურიდიული ფირმა და ზოგადად იურისტები რომლებიც ადვოკატები რომლებიც იცავენ გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს ჩვენ სწორედ დიახ მათ მოგცეს საშუალება და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ამ გუნდს ადვოკატების გუნდს რომელმაც ჩვენ პირველივე ჩამოსვლა აეროპორტშიც დავხვდით ჩვენ მას ანუ ნახეთ კადრები სადაც ნუ რა თქმა უნდა გადავიღეთ ჩვენ ვიყავით ჩვენ ოპერატორთან ერთად ჩვენს ჟურნალისტთან ერთად და შემდეგ უკვე მივედით სასტუმროში სადაც ის არის დაბინავებული ასე ვთქვათ და პირველივე სხვათა შორის აი პირველივე დღეს პირველივე ღამეს სხვათა შორის მან თქვა რომ ლობიზ როცა შეხვდნენ კადრებში ჩანს რომ მე მას გვერდზე უზივარ და სხვა შორის ძალიან საინტერესო საუბარი შედგა იმიტომ რომ მეორე დღესვე ანუ გუშინ უკვე დილითვე მზად იყო უკვე და აჯენდა შედგენილი იყო რომ უკვე უნდა მოსულიყო ის დასრულებული იყო პროცესი ვიცოდი ჩვენ წინასწარ რომ ბრალდების სიტყვა არ იქნებოდა საბოლოო პატარა მაგრამ ძალიან საინტერესო თემებზე იყო იქ საუბარი სხვა შორის გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს ადვოკატებმა სხვათა შორის და ზოგადად უფლებადამცველებმა ის ჩააყენეს საქმის კურსში, მანამდეც იყო საქმის კურსში ის უკვე, იცით რომ კიდევ ერთხელ ვიხსენე, პირველი ვიზიტი იყო მანამდე საკონსულოს წარმომადგენლების და ასევე ადვოკატის წარმომადგენლის, რომელმაც მოამზადა სხვა შორის შეხვედრა, როცა აი ბრაიან გრინსპენის ჩამოსვლა და ძალიან საინტერესო კითხვების დასვა სხვა მათ. ის მისთვის ახლა საქართველოს როგორ ვთქვათ, ახლა უცხოა, მაგრამ ინფორმაციის კუთხით არ იყო უცხო, იმიტომ რომ ის დიდ ხნის განმავლობაში ემზადებოდა ვიზიტისთვის. რა თქმა უნდა, საქმე გიორგი მიქაძის მან იცოდა უკვე დაკავების დღიდან, თუმცა ეს პროცესი მზადდებოდა, იმიტომ რომ მანამდე სხვა შორის საქართველოს კანონმდებლობით მან ისიც იცოდა, რომ ის რა უფლებები ჰქონდა მას, რა უფლებები ჰქონდა უშუალოდ თქვათ აქვს ეხლა და რა უფლებებით ვისარგებლებს უკვე ის როგორც კანადის მოქალაქის დასაცავად შემდგომ, განაჩენის შემდგომ, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცებზე ისაუბრა მან და თქვა და ერთი რაც მინდა გამოუყო. სხვა შორის მან აქ უნდა ითქვას ერთი რამ, რომ გარდა იმისა, რომ ეხა ადვოკატებთან პირადად ეს საუბარი მას მაინც ექნებოდა, რომელსაც მე უკვე აღარ დავესწარი, მაგრამ როცა უკვე იყო ისეთ საუბარი, სადაც უშუალოდ არა საკითხზე, არამედ უბრალოდ ზოგადად იყო საუბარი, მან როგორც ჟურნალისტისგან მithumetes, როცა მან გაიგო და იცის, რომ ჩვენ სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურად მაუწყებლობთ, გარდა ტელევიზიისა, თავისუფალი არხისა, მან ასევე მას აინტერესებდა, როგორ იყო საზოგადოების დამოკიდებულება. უკაცრავად და სხვა შორის ჩვენ პროპაგანდა, რომელიც აქამდე დაწყების დღიდან რაც დააკავეს გიორგი მიქაძე, დღემდე მთელი ეს პროპაგანდის ისტორია მოუყევით მოკლედ. მას რა თქმა უნდა ქონდა კითხვები, იმიტომ რომ აქ პოლიტიკური რაღაცა ინტერესი, წნეხი, გარკვეული ტელევიზიების ან თქვათ გარკვეული პოლიტიკური პირების არა, მაგრამ იცით ხო როგორც დაიწყო ეს საქმე, რაღაცა ვესაუბრე და მან სხვათა შორის მან თქვა რომ მისთვის ეს იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო მთავარი და იმის მერე პროცესზე სხვათა შორის, როცა პროცესი მორჩა და ის გამოვიდა პრესასთან ინტერვიუ რომელსაც ვანახებ ჩვენ, მან ასევე იქაც განაცხადა რომ თქვათ ის მზად იყო, მან უკვე იცოდა თქვათ როგორი
რა განწყობა იყო, სავარაუდო რა განწყობა იყო შექმნილი ხა, რაც მოვასწარეთ ამ დღეში გვეთქვა, თუმცა მანამდე მან იცოდა რომ ეს საქმე იყო საკმაოდ ესეთი მოწყვლადი არ მინდა უბრალოდ თქვა, საკმაოდ მაღალი ინტერესის იყო, იმიტომ რომ აქ ეს ძალიან საინტერესო დეტალია. უდანაშაულო ადამიანებს ბუდიში რა მინდა თქვა რომ ერთია როცა მისი კლიენტისგან და თქვათ მისი უფლებადამცველებისგან კარგი იცის თქვათ რომ უდანაშაულო ადამიანია და მაგრამ ისეთი ფაქტებია იქ ხაზგასმული და სხვა გუშინ სხვა შორის ბრალდების სიტყვაშიც თუნდაც უშუალოდ გიორგი მიქაძეზე ისეთი რაღაცები ითქვა თავად ბრალდებამ მტკიცებულებების წარმოქმნა რომ დაიწყო ნუ ჯერ ამ მტკიცებულება ის არაფერი მაგრამ სიტყვიერი რასაც ამბობდა სულ იგივე გამერობა რომ დაიწყო თუნდაც ის ფაქტი რომ გიორგი მიქაძე სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო ეს მომენტი და ეს სხვა შორის საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა გიორგი მიქაძე ჯერ ერთი რომ გიორგი მიქაძეს აქ ასეთი რამ ნათქვამი პირველ პროცესზე რო დააკავეს ეს მოხდა 12 აგვისტოს 14 აგვისტო მე მგონი თუ არ ვცდები იყო მისი აკვეთი პირველი რომელ პროცესსაც ჩვენც ვესწრებოდით მეც ვესწრებოდა რა თქმა უნდა 48 საათი რაც იმართება 48 საათი რაც იმართება გიორგი მიქაძემ ასეთი რამ უთხრა მაშინ მოსამართლეს მე ვიცოდი და მაფრთხილებდნენ რომ წავსულიყავი ქვეყნიდან დამეტოვებინა ქვეყანა ეს ხდება გარდაცვალებიდან მარტში ხო მოხდა ეს ყოლელობა ეს ხდება დაახლოებით გიორგი დაიჭირეს დააკავეს 12 მარტს 12 აგვისტოს და წარმოიდგინეთ ხო ეს ხდება რაღაცა უკვე როგორ პერიოდ სისტემატიურად მე მეუბნებოდი პატრიცემულ მოსამართლე მაფრთხილებდნენ რომ წადი გიორგი მას რომ შეეძლო წასვლა ეს უკვე ყველასთვის ნათელია ჯერ ერთი სოციალური მისი მდგომარეობაც არ უშლის ხელს ის საკმაოდ საერთოდ ოჯახი არის საკმაოდ სოციალურად ისინი საკმაოდ მყარი და ესეთი ოჯახია ერთი რომ შეეძლოთ კიდევაც წასვლა და მეორე კიდე კანადის მოქალაქეა 27 წელია ოჯახი და ამასთან თავი რომ და მან თქვა პროცესზე რომ მე არ წავედი მე მაფრთხილებდნენ და სხვა შორის მას აფრთხილებდნენ არა ჩაოლობრივი ადამიანები მე შენან მეზობელიან რა ქვია ისე რა მეგობარი ანუ ესე იგი ვისაც ქონდა ინფორმაცია რომ მისულიყო ბატონ გიორგი მიქაძეზე და გიორგიზე ეთქვა რომ გიო მიდი ხა წადი რა მოერიდი ამ საქმეს შენზე შენ დაგაკავებ ხა წარმოიდგინე ესე იგი შეგნა მას ის არ წავიდა მე ხო წარმომიდგენია რას ნიშნავს ხა ისო წასულიყო მაგრამ ამავე დროს გუშინ ასევე სასამართლო პროცესზე თავად მოსამართლემ თქვა, როდესაც ეგრეთ წოდებული ტრაფიკი დეპარჩე წასulis და ჩამოსulis გიორგი მიქაძის ამ პერიოდში გასვლა შემოსulis ძალიან საინტერესო რამ ხდება რომ დანაშაული როცა მოხდა გიორგი მიქაძე არ იმყოფება ასე იგი საქართველოში ანუ ბრალდებულები საუბარი და ის პირიქით ბრუნდება ძალიან მალე ის ბრუნდება ჩამ ერთ-ერთი ვიზიტი იყო მის მერე მთელი ეს პერიოდი აგვისტომდე გიორგი მიქაძეს დავით მიქაძეს გასვლა შემოსვლები აქვს ჩვეულებრივად გადიან შემოდიან იმიტომ რომ ხო ხტები ანუ ესეც ადვოკატისთვის და საერთოდ ადვოკატისთვის რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც ამას მერეგებულობს ბუნებრივი რაღაც ლოგიკური კავშირები წამოვა ლოგიკური კავშირები ზუსტად ეს არის რომ კაცს რომელსაც შეუძლია ჯერ საერთოდ არ დაბრუნდეს ქვეყანაში სადაც ესეთ რაღაც მოხდა და მას ორგანიზებას ვედავებით და რომ მე ორგანიზებას ამაზე მე ვიტყვით კიდე მეორე კაცი იმის მაგირათო თან შეუძლია კაც რომ კანადის მოქალაქეა საერთოდ არ ვიცი ხა ნუ ალბათ ძალიან გაჭირდებოდა გიორგი მიქაძის მიმალვაში წასვლა კი არა უბრალოდ ვარ ჩამოსულიყო არ რო არ ეთქვა ერთ წამოსვლაზე რო არ სადაც არ უნდა ყოფილიყო ხო გიორგი სხვა და პირდაპირ სასამართლო პროცესში პირდაპირ ნაჩვენები იქნა ქვეყნები სად გავიდა სად შემოვიდა ასე შემდეგ და მეორე კიდე რომ საერთოდ თუ ჩამოვიდა საერთოდ გავიდოდა აღარ შემოვიდოდა მაგრამ ბოლომდე სისტემატიურად გიორგი მიქაძეს დავით მიქაძეს გასვლა და შემოსვლები აქვს ჩვეულებრივად საქმიანი პირადი რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ აი ბრალდებისთვის რაღაცა ხონდა ხა ბრალდებისთვის ეს თუ რაღაცა მნიშვნელოვანი არ არის მე უბრალოდ საზოგადოებისთვის ვამბობ და პროპაგანდა რაც იყო მანამდე ხო და რატო თქვა გიორგი მიქაძემ პირველივე სასამართლო პროცესზე მე მაფრთხილებდნენ ბატონო მოსამართლე ქალბატონი იყო მაშინ პირველი მოსამართლე მე მაფრთხილებდნენ მაგრამ არ წავედი იმიტომ რომ და მეორე კიდე რა სიტყვითო მაშინო
ანუ ეს ხო შეგნებული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, კაცი, როდესაც დარწმუნებულია ადამიანი თავის იმართებაში. მე მინდა მართლა ვთქვა და ამ შემთხვევაში ვიყენებ თუნდაც ამ ტრიბუნასაც, აი რასაც ქვია, პირდაპირ ეთერი და რაზეა ლაპარაკი კიდე თხოვ, არ უმალავთ, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად, დროის სამართალი ქვია ჩვენ გადაცემას. იურისტის საათში გაგვაქვს ეს გადაცემები და სხვა საქმეებზე ჩვენ საუბრობთ, არა მარტო ამ საქმეზე. გარდა იმისა, რომ ინტერესი ვიღაცამ თქვას, რომ იცი რა შენ, კი, ოჯახის ახლობელი ვარ. და ჩვენ ყველანი ვიცით ეს რა ოჯახი, ყველამ ვიცით. რა ოჯახია და მე პირადად ვიცი, ხო? რა ოჯახია და ამ კაცის გიორგი მიქაძეს დაკავებით ეხა როგორც არის, ხო? კაც რომელსაც შეეძლო წასულიყო, არ წავიდა. კაც რომელსაც შეეძლო, საერთოდ არ ჩამოსულიყო, არ ჩამოვიდა. ამ ერთი ოჯახით კი არ წყდება საქმე. ერთი გიორგი და დავით მიქაძეს კი არ იმაშვებით ჩვენ. ან თქვათ, მე სხვა ბრალდებოს, იგივე თქვათ გიორგი ჯოხაძეს. ამ შემთხვევაში ერთ კაც ან ორ კაც კი არ ვანადგურებთ. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით მერტმა დაიფაროს. საერთოდ თუნდაც ამ მიდგომით 8 თვერო ეს კაცია. უზარმაზარი ოჯახი ნადგურდება. აქ საუბარია შვილებზე, ხო, შვილებზე, შვილიშვილებზე, ბატონი კოტესთვის და ქაბატონი მარინასთვის, რომლებიც საკმაოდ ცირარი ნერვიულობა არავის არ სწორს არაკალია, მეტყვი ჩვენ ქვეყანაში და დედმამისთან და ბაბუისგანსთან რა არის და რომელსაც რა არის, ეგრე არ არის რა. ანუ მათი მდგომარეობა, მათი რომელიც კაცმა, რომელმაც საკუთარი ბებიის სახლი არ დატოვა და საკუთარი ბებიის სახლში ცხოვრობს. დიდი ბებიის დატოვებულ სახლში ცხოვრობს, კოტე მიქაძე. ხო, შენ მიდეკეთა ამას იმის გარდა რომ ორივე შვილს უადო პატიმრობით ემუქრები და კვლელობას აბრალებ, კვლელობის ორგანიზებას აბრალებ. და იქედე შემკვეთს ასახელებ, რა ქვია. ოთარ ფარცხალაძეს და ესე იგი ოთარ ფარცხალაძემ შეუკვეთა გიორგი და დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს და აი ამას აბრალებს შენ ხალხს, რომელსაც საზოგადოების ერთი მცირე ნაწილიც რო იცნობდეს, როგორც მას იცნობს. აღმაზეა საუბარი, ანუ ეს არის ბრალის ამ შემთხვევაში ისტორიაში რაღაც მაგალითები ხوارსობს, აი ეს არის ანადგურებ ყოველს და მე ხვალზე განადგურებ საერთოდ პერსპექტივას, რომ სასამართლოს ინსტიტუტს ამას რაღაცა ნდობა ქონდეს. მეორე საკითხია, რაზეც მინდოდა მეთქვა, რომ ხო, რა თქმა უნდა, ეხა ამ შემთხვევაში პირველი აი ალბათ ყველაზე მძიმე ეს ყველაფერი არის სწორედ ოჯახისთვის, რა ჩვენ თქვი, რომ ეხა ჯერ მართლა აი როცა მართლა დამნაშავის ოჯახისთვის მძიმეა და მით უმეტეს უდანაშაულოდ რო იცი, რომ შენი ოჯახის წევრები დაჭერილი ხავთ ასეთი მძიმე ბრალით, რას გადის ეხა უბრალოდ ეს ოჯახი, ყველამ აი ჩვენ თავზე წარმოვიდგინოთ რა არის, ხო? მაგრამ მეორე კუთხე, აი რაც შენ თქვი, რომ ეს არ არის მართლა მხოლოდ ერთი და ორი ოჯახის საქმე, ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია. იცი რა არის, აი ეს ხელისუფლება მაგალითად, ხო? ყოველთვის ამაყობდა იმით და სამართლიანად ამაყობდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა სასამართლოებში, როდესაც არ იყო არანაირი მართლა არც მტკიცებულება იყო საჭირო არაფერი და ესე უბრალოდ მეფემ ზევიდან გადაწყვიტა თითი გაათქაცუნა და ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მართლა უმძიმესი ბრალდებით უზარმაზარი, ასე ვთქვათ, მსჯავრით ციხეში, აი ეს შეცვალა ყოველ შემთხვევაში ამისთვის ვიბრძოდით, ხო, მაშინ როდესაც ვიბრძოდით და ეს არის მთავარი მონაპოვარი, რაც მაშინ 2012 წელს ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მეთაურობით მიაღწია, იყო სწორედ ეს, რომ სასამართლო გათავისუფლდა იმ წნეხისგან, რაც მაშინ არსებობდა. ასეთი განცდა ყოველ შემთხვევაში და ეს არის ის, რითიც ამაყობს, ხო, ეს ხელისუფლება დღემდე. აი ჩემთვის პირადად ეხა და ჩვენ თქვით რომ ეს ოჯახისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ აი ალბათ არ იქნება არასწორი თუ ვიტყვი რომ ჩვენც აი მეც შენც ვართ იმ ადამიანთა რიცხვში, ვინც აი პირველი დღიდან ამ საქმეს თვალყურს ადევნებს და თუ ვინმე არის საქმის კურსში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ამ შემთხვევაში პროფესიონალ ადვოკატებს, რომლებმაც აი ყველა წინადადება ზეპირად იციან და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესე საქმის კურსში, საქმის ვითარებაში რა ხდება, რა მტკიცებულებებია, ბრალი რას გულისხმობს, რა უნდა დავამტკიცონ, აი ჩვენც ვართ, გავერკვიეთ, ხო, ასე თუ ისე. ჩემთვის პირადად არის ეს საქმე, აი მართლა უმნიშვნელოვანესი ტესტი ამ მხრივ, რომ თუ მართლაც აი ეხა სხვა შორის მე ჩვენ გავუშვებთ გუშინდელ თემაზე სიუჟეტს და ამბობენ ადვოკატებიც ძალიან სწორად გამოთქვამენ ამ მოსაზრებას, რომ ისინი ენდობიან ქართულ მართლმსაჯულებას, რასაკვირველია და მათ აქვთ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი ამ საქმეში და ჩვენც მათ შორის, მაგრამ აი თუ კი მართლა ასეთი არაფრისგან ადამიანები შეიძლება დღესაც ისხდნენ ციხეში
და ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ჩემთვის პირადად ეს არ იქნება მართლა მხოლოდ ერთი და ორი ოჯახის გაუბედურების საქმე. ეს იქნება, რომ თურმე მთელი ეს პერიოდი მართლა ტყუილში გვიცხოვრია, თურმე მართლა რა ვიცი ხა სასამართლოზე არც წნეხი არის თურმე მოხსნილი და დღევანდელ მართლმსაჯულებასაც შეუძლია ეს არაფრის გამო ადამიანები გაუშვას ციხეში და ეს არის სასამართლო ინსტიტუტისთვის ძალიან სერიოზული რეპუტაციული პრობლემა. მე ამისი თქმა მინდა და ალბათ ყველამ ეს უნდა დაინახოს, ეს საკმაოდ დიდი რისკია. ვიღაცას დღეს შეიძლება აწყობდეს ესე მოქცევა, აწყობდეს ესეთი გადაწყვეტილება და ამბობდეს, რომ ესე ჯობია რა, რომ ესეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება საერთოდ ესეთი სტანდარტი არის, გამონათქვამი არის ესეთი და სამართალში ეს როგორც პრინციპი ისეა დამკვიდრებული, რომ ჯობია 100 ადამიანი 100 დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო იჯდეს. ციხეშიო და ეს არ არის ლიტონის სიტყვები, ეს არის მართლა სამართლის პრინციპი და ეს როგორ ხორციელდება. საბოლოო ჯამში სამართლის ამ მეცნიერებაში ეს არის ჩამოყალიბებული ასე, რომ მტკიცებულების გარეშე არ შეიძლება ადამიანი გაასამართლო, რაც გინდა ვიღაცა შინაგანი რწმენები ჰქონდეს და თვითონ დაჯერებული იყოს, რომ ეს არის ეხლა დამნაშავე. თუ შენ არ აქვს მტკიცებულების გარეშე ადამიანის გასამართლება არ შეიძლება. ამ ერთ პრეცედენტს თუ დაუშვებ, პრეცედენტი ზალა აქვს ამ ყველაფერს და ხვალ ზეგ ეს აუცილებლად სხვა საქმეებზეც გაგრძელდება. სხვათა შორის მაგაზე სულ მახსენდება და რა ერთხელ ჩვენს გაგვიხსენ შორეული არ ვიცი მე შუა საუკუნეების და კიდევ უფრო ადრე ინკვიზიციის პერიოდი გავიხსენეთ. მე მაგ პირადად საკითხული ჩანაწერები ჩვეულებრივი ჩანაწერებია, რომელიც მოიპოვება ჩვენთან კი არა სადმე და რა ქვია ინტერნეტში კი არ არის, არამედ მოიპოვება ისეთ საცავებში, სადაც უბრალოდ მტკიცებულება თუ არ იყო, იმ საშინელ პერიოდში ხალხს რო წვავდნენ, თუ მტკიცებულება არ არსებობდა, გამორიცხული იყო ადამიანი გაესამართლებინა და დაეწყო კოცონზე ცეცხლის შენ. ამ შემთხვევაში ინკვიზიცია, ზუსტად მაგიტომ რომ მტკიცებულება ჭირდებოდა, ისეთი მაგალითი მოყავს, საერთოდ ჩვენ ისტორიაში არის ისტორიულთაც არ უნდა გაიხსენო ესეთ რაღაცები ხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ მტკიცებულება მაშინ თვლიდნენ ეხლა არა, ბუნებრივია, მაგრამ აწონიდნენ და რაღაც ნაკლები თუ არა, იმ შემთხვევაში მაშინ რაც იყო, ხო, ძირითადი რაც იყო, ადამიანების დაწვა კოცონზე და რაც არ ის კუთხით შევხედოთ ამას, დროსაც კი ესმოდა. მოთხოვნა იყო რა. გინდა არ გინდა. ადექი და გაასამართლე და დასაჯე, იმიტომ რომ რაღაც მეფემ გადაწყვიტა ეგრე, იქაც არ ხდებოდა ეს. კიდე უფრო შორსთან ახლოსაც რო წამოვიდეთ აქეთ. კიდე უფრო ბევრი მაგალითები არსებობს, იგივე ჩვენ შემთხვევაშიც. და საერთოდ რომის სამართალს და ემაზე ლაპარაკი არ მინდა, შენ ძალიან კარგად იცი, მაგრამ რატოა იცი და შენ საერთოდ რაც ახსენე ხა. სხვა შორის ძალიან ამ საქმეში არა იმიტომ რომ ხა ჩვენ მიერ იყო ეს გაჟღერებული პირველად და ჩვენ დავარქვით. საკმაოდ არის გახმაურებული ეს ძალიან არის ეს სახელი სათაური ბრალდება მტკიცებულებების გარეშე სხვათა შორის რომელიც ჩვენ დავარქვით სხვა შორის იმიტომ რომ ჩვენ ერთ სიუჟეტი გავაკეთეთ ჯერ კიდე ადრე 5 თვის უკან თუ არ ვსწრები ამას ხა ახსენებს არაერთი ადვოკატი სხვათა შორის და მათ შორის გაიჟღერა რამოდენიმე ბრალდების მხრიდანაც რომ აი არის მართლა ჩვენ ეს ისე კი არ მართლა ამ საქმეს ქვია ბრალდება მტკიცებულებების გარეშე და ჩვენს ტელემაყურებელს და ინტერნეტზე სოციალურ ქსელში ჩვენი მაყურებელი ვინც არის და მსმენელი დიახ მიხვდება რომ თითქმის ჩვენი ყველა ვიდეო იწყება ასე მთავრდება ბრალდება მტკიცებულებების გარეშე ეს საქმე მართლა არის და სხვა შორის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბატონ მიხეილ ჭანუყვაძემ სწორედ ეს ახსენა რომ მე ხა აღარ უთხარი ხაზე აღარ გავუსვი სხვა შორის ძალიან კარგი სახელი ქვიაო ინტერნეტში ვნახეთო ეს ისო რომ ერთ გვერდმა, სულ სხვა გვერდმა გადააზიარა ჩვენი, არა ჩვენ გვერდზეც არ იყო საერთოდ. სხვაგან ნახა რომ ესა ძალიან სწორად ქვია სახელი ბრალდება მტკიცებულების გარეშე. ეს გუშინ მე დავწმუნდი და ჩვენ რო გადავიდეთ მტკიცებულებების გუშინდელ ნაწილზე და გაუშვათ თუ გინდა ჯერიც ვიდეო, გუშინდელი საბრალდებო ესა მაპატიეთ ბრალდების საბოლოო მტკიცებულების შემდეგ რაც ბრალდება 4 საათის განმავლობაში კითხულობდა ამას აი სწორედ ამაზე მინდა უკვე ვისაუბრო ბრალდება მტკიცებულების გარეშე. უბრალოდ ჩვენ სულ გვესმოდა ეს საქმე მართლა არის აი ერთის მხრივ უმძიმესი საქმეა, როდესაც გარდასრულია კანონიერი ქურდის ძმა ლევან ჯანგველაძე, მოკლულია. კაც აღიარებული აქვს ბრალი, კაცი წავიდა ციხეში.
ის კაცი ამის გარდა უძილაური ამ პროცესზეც იყო დაკითხვაზე. მანამდე სხვა პროცესებზეც იყო და არაერთხელ გაიმეორა. არავისთვის მე ჩემი მეყოფაო რაც უდვას ჩავიდინეო და კიდე შეკვეთილი მკვლელის კილერის იმას მკიდებდო აქო და ჩემიც მეყოფაო. იმ პროცესზეც დაადასტურა ეს, როცა მოვიდა გიორგი მიკაძეს, დავით მიკაძეს და გიორგი ჯოხაძის პროცესი. და ამ კაცს აღიარებულია კაც. მაგრამ მაინც ჩვენ ესე იგი გვინდა რომ ორგანიზების საკითხი ველოდებოდი, გუში მართლა ველოდებოდი რომ აი სიტყვა რომ ესმოდა რომ ბოლოს სიტყვაში ნახავ, ჩემ სიტყვაში ნახავ და რაღაცა მტკიცებულების რაღაც იქნოთ გამყარებული. ჩვენ გაუშვათ ახლა ეს ფილმი და აი უბრალოდ მე და შენ გავიაროთ, აი როგორც ადამიანმა რომელმაც ძალიან იურისტი ხარ და პროცესებზე სისხლის სამართლის სპეციალისტი შეიძლება არ ახარ, მაგრამ პროცესებიდან გამომდინარე, ლიტერატურიდან გამომდინარე, რაღაცა ცოდნიდან გამომდინარე, ბოლო-ბოლო უნივერსიტეტს თუ კაცი დაამთავრებს, თეორიულად გავდივართ, ხო, მეც ვარ დრამისა და კინოს მსახიობი, მაგრამ გავიარეთ, მაგალითად, კასკადიორობა, რასაც ქვია, ხო? მაგრამ კასკადიორი არ ახარ პროფესიით. არა, მაგრამ გავიარე, ხო. ნუ, ჩემ დროს კიდე აღარ იყო ის საშუალება, ადრე ყოფილა საშუალებები, რომ ცხენითაც იმი, მაგრამ გავიარე, იმიტომ რომ დაგჭირდეს ხვალ ზეგ, რა ქვია, შენ პროფესიაში კი მიწერია, წითელ დიპლომი მაქვს და კი მიწერია, რომ ვარ დრამის, მაგრამ რამე რომ იყოს, ამას ჭირდება და გავლე. და ბუნებრივია შენ უფრო მეტად. კიდევ ხა სისხლის სამართალი შეიძლება არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ რაღაცა ვიცით, ხო? თუნდაც აი ამ ყველაფერს მიხედავთ, უბრალოდ გავიაროთ, მართლა რა თქვა, მე რას ველოდებოდი. რა იქნებოდა ამისთვის მტკიცებულება და რას ველოდებოდა მე საზოგადოება. თუმცა მანამდე ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც გუშინ ჩვენ უკვე ეს არის სიუჟეტი, როდესაც გუშინ ბრალდებამ თავისი სიტყვა დაასრულა და ვნახოთ ახლა კომენტარები ადვოკატების და მათ შორის ბატონი ბრაიან გრინსპენის, კანადელი ადვოკატის, გიორგი მიქაძის ადვოკატის. 16 აპრილი 2026 წელი. ლევან ჯანგროლაძის საქმე. ბრალდების დასკვნითი სიტყვა. My name is Brian Greenspan. მე მქვია ბრაიან გრინსპენი. ვარ ტორონტოდან, კანადიდან. უკვე 52 წელია, რაც კანადაში სისხლის სამართლის სასამართლო და სააპელაციო ადვოკატი ვარ. აქ ვიმყოფები, რათა დავაკვირდე ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოდგენილ მასალებს. შაბათსაც აქ ვიქნები, რათა მოусმინო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ბატონი მიქაძის საქმეზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ბატონი გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეა. კანადას აქვს ინტერესი, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სამართლიანობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია პროცესის სამართლიანად და დაბალანსებულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. The process is fair and a balanced process. დღეს მოვისმინეთ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა, რასაც ვამბობდით, ეს კიდევ ერთხელ გადასწრა. საქმეში არავითარი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის. დღეს პირველად მოვისმინეთ სხვათა შორის, რომ გიორგი და დავით მიქაძეების ორგანიზატორობა თურმე გამოიხატება იმაში, რომ ინფორმაციას აწვდიდნენ, ესე ვთქვათ, გარდაცვლილის გადაადგილების შესახებ. უბრალოდ ამის შესახებ საქმეში რანაირ მტკიცებულება არა. ერთადერთი სადაც ეს წერი არ არის ანონიმური წყაროს მიერ დაწერილი პატაკი და მეორე Facebook-ის ანონიმური პოსტი. ხალა არც ერთ მტკიცებულებაში სრული პასუხისმგებლობით მაცხადებ აღნიშნული ქმედებები მიქაძეების საქმეში არც ერთი მოწმე ამას არ ამბობს. შესაბამისად მთელი ეს საქმე დღევანდელი დაცვის სიტყვაც მთლიანად ძირითადი ნაწილი 2/3 ნაწილი მიეძღვნა მკვლელობის საკითხს, რადგან განაჩენებია დამდგარი და არავის არ ხდის სადაოთ აღნიშნულს, ორგანიზებასთან მიმართებაში არავითარი მტკიცებულება, არავითარი დასკვნა დღეს წარმოდგენილი არ იქნება და ვერც იქნება, იმიტომ რომ ასეთ რამე ბუნებაში არ არსებობს. რაღაცნაირი ისეთი განცდა გამიშთა დღეს, რომ დღევანდელი ბრალდება იყო აბა ვინ იზამდა. ანუ არა აყავთ კონკრეტული ადამიანი და შესაბამისად 6-7-10 წლის წინანდელი შეხვედრების ან ვითომ დაპირისპირებების ფონზე დასკვნა გაკეთა მათ პროკურატურამ, მეტი დაპირისპირებული არავინ არ იყო, ეს დაპირისპირებაც არ დასტურდება და აბა ვინ იზამდა სხვა არანაირი მტკიცებულება ამ საქმეში არ არსებობს.
ბატონო, პატაკზე გკითხავთ, რომ მაინც ახსენეთ, ეს არის რომიკო გოგიაშვილის პატაკი დიდი ალბათობით, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მისთვის არის ანონიმური წყარო ყავს მოშველიებული ამ პატაკში მის ავტორს, აი ამაზე უფრო მეტი რომ გითხრათ, სამართლებრივად რატომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული ეს პატაკი, როგორც ნეიტრალური მტკიცებულება მაგალითად? მარტივად რო აგიხსნათ იურიდიულიდან უფრო გასაგებენაზე დაცვას უნდა კონდეს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში შეამოწმოს ინფორმაციის მომწოდებელი პირი მისი მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა. ბატონი რომიკო გოგიაშვილი არ არის ეს პირი, ბატონი რომიკო გოგიაშვილი არის პირი, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაცამ ეს თქვა, ჩვენ ვერ ვამოწმებთ, ეს ვიღაცა ვინ არის. ნამდვილად თქვა, მოიგონა, ჭორი თქვა, რამე საფუძველი ქონდა. შესაბამისად, როდესაც ანონიმურ წყაროს ასახელებ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, როცა დაცვას ერთხმევა საშუალება მტკიცებულება შეამოწმოს. მით უმეტეს, როდესაც ეს ანონიმური მტკიცებულება არის საქმეში ერთადერთი რაღაც ხელჩასაწინი, რომელზეც შეიძლება ვინმემ განაჩენი დააყენოს. ამიტომ შეუძლებლად მიმაჩნია მე ამაზე განაჩენის დადგენა და თუ ამაზე განაჩენი დადგება ისე რომ ამ პატაკის გარშემო იქნება ყველაფერი აწყვევილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე ბოლომდე ესე დარჩება სტრასბურგის სასამართლოსთვის, ესე ვთქვათ, განწირულია ეს საქმე, იმიტომ რომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოტანილი განაჩენი ვერ იქნება სამართლიანი. ამდენი ხნის განმავლობაში კაიხნით და კაი დიდი მოცულობით სიტყვა წარმოთქვა პატრონმა პროკურორმა, ახალი ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია. ანუ ისევ გრძელდება ეს საქმე მტკიცებულებების გარეშე, ძალიან კაი სათაური დაარქვა ვიღაცამ და ძირითადად ისევ აპელირება იყო პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკზე, კიდევ სხვა პოლიციელის პატაკზე და ორ მოწმეზე, ეს არის მიხეილ ბერძენიშვილი და გოგა მორგოშია. სხვა ახალი აქ ისევ არაფერი არ ყოფილა, ისევ იყო დატრიალებული ის ვიდეო ყვადაღებული, რომელზეც ჩვენ ექსპერტიზა გვაქვს მოპოვებული და კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ჩვენ სიტყვაში, რომ არ შეიძლება იმაზე პიროვნების იდენტიფიცირება, თუმცა რომც ყოფილიყო იქ ვინმე ამოცნობადი, საერთოდ არც საუბარი ისმის დაგეგმვასთან საერთოდ კავშირი არ აქვს და ყოველგვარიდან არის თვისა და რამდენიმე დღით ადრე მოპოვებული. ახალი არაფერი არ ყოფილა და სარწმუნოებასთან დაკავშირებით ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კიდეც. ჯერ ეს ერთი რომ ხა სამართალდამცავის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ანონიმურმა წყარო მიაწოდა ინფორმაცია, სადაც არანაირი მტკიცება არ არის წარმოდგენილი და უბრალოდ ანონიმური წყაროს საუბარი არის მასთან დაფიქსირებული ამ ჩვენებაში, არ წარმოადგენს მტკიცებულებას არც ირიბს, არც პირდაპირ თავისთავად და ამაზე განაჩენი ვერ დაეფუძნება ჩემის აზრით და ეს არ იქნება სამართლიანი თუ დაეფუძნება ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების იმედი სასამართლოში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თქვენ უყურებდით და უსმენდით ინტერვიუს, რომელიც ბრალდების სიტყვის შემდეგ იქნა და ბრალდების დასკვნითი სიტყვა, სხვა შორის ვამბობდი კიდევაც და ეხაც ვეუბნებოდი თენგოს, რომ მთელი 4 საათის განმავლობაში ძირითადად ეხლა ცოტა გამოცდილება ჩვენც მივიღეთ და თენგო მახსენა კიდევაც ეს მეც მათ შორის მივიღე გამოცდილება, რომ რაღაცა იურიდიული ასპექტი, როგორ ვთქვა, რაღაც შეიძლება დეტალები და რაღაც მუხლები დასწრება არა, მაგრამ სხვა შორის ჩვენთან ერთად ესწრება ჩვენი მეგობარი თემურ მამასახლისი, საკმაოდ ნიჭიერი კაცი და გამოცდილი იურისტი, ადვოკატი, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ არასიცხლის სამართლის კუთხით, მაგრამ სხვა შორის აი ამ პროცესების მერე თუ იმეს რამე აინტერესებს. სამოქალაქო ადმინისტრაციული თუ იმეს რამე აინტერესებს და თემურ მამასახლისი არაერთი იყო და არის არაერთი ძალიან დიდი ბევრი ისეთი ფიგურის ადვოკატი, საქმიანის და ასე შემდეგ, უბრალოდ ის ამბობდა, რომ რაღაცნაირად მას გაუჩნდა სურვილი, რომ შეიტანოს განაცხადი, არ ვიცი როგორ არის თქვენთან როგორ ხდება, რომ აიღოს ეს ხელსამართლის ისიც. ლიცენზია რო. ხო, რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ძალიან ბევრი რახა მეც რაღაცებში გავთვითცნობები, თუმცა იმას წყალი არ გაუვა, რომ ველოდებოდი ბოლოს და ბოლოს იმ დანაპირებს სიტყვას ბატონ ლევან ვეფხოძისგან დანაპირებს სიტყვას, რომელსაც მუდმივად გვეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ ვკითხავდით, ბატონო ლევან, აი ეს მტკიცებულებას რითი ამყარებთ? ეს საერთოდ ეს მტკიცებულება სად არის? დასკვნილ სიტყვაში ნახავთ, დასკვნილ სიტყვაში ნახავთ, დასკვნილ სიტყვაში მოისმენთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი იმ პროფესიაში
მყოფი ადამიანის, მოღვაწეობაზე აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს მოღვაწეები ვინც არიან, რაღაც დარგების, იმათ უდესპატი ვიცემენ, იმიტომ რომ რაც არ მოგწონდეს, არ მოგწონდეს, მოღვაწეობა ნიშნავს, რომ ესე იგი ქვეყნისთვის, ხალხისთვის რაღაც ღვაწლია. მაგრამ და კიდე ერთხელ არავის არ უკარგავს, საკმაოდ ნიჭიერი კაცია. ბატონ ლევან ვებხოძეც და მე პირადად თენგო ადამიანი რომელიც მართლა გავთვითცნობიერდი თუნდაც იმ ბრალში რა ბრალი წარდგენილია გიორგი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს რომელიც ველოდებოდი აი რაღაც რაც ქონდა ნაკითხი სხვათა შორის ამაზე რა მტკიცე ვერაფერი მტკიცებულება ვერ ვნახე მეტიც ბატონ ლევან ვებხოძე თავიდან ბოლომდე აი თქვა კიდევაც ბატონმა ზვიადმა და ადვოკატებმა ბატონმა მიხეილმა ესე იგი მთავარი მაინც დაეყრდნო ბატონი ლევანი მთავარი მაინც დაეყრდნო ბატონი კოკა მორგოშიას ნუ კოკა მორგოშიამდე ვიცით კოკა მორგოშია სინამდვილეში ვიდრე ჩვენებას მიცემდა და მოწმე სახით მოვიდოდა ეგრეთ წოდებული ჯონათან ჯონი Facebook გვერდი ნუ კოკა მორგოშია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ კოკა მორგოშიას ჩვენებას თელი აი ეს გამოყვანილი ქონა კოკა მორგოშიას ჩვენება გამოტანილი ქონდა რომიკო გოგიაშვილის პატაკი და ბერძენიშვილის ჩვენება. სამივე მოწმე, რომელიც ნუ აი არ ვიცი. და ერთი რამ მინდა ვთქვა, ის ერთი რამ მინდა ვთქვა და მე მინდა რომ შენ ისაუბრო ამ თემაზე. ერთი რამ მინდა ვთქვა, აი ერთადერთი რამ მინდა ვთქვა. ყველაფერს თავი დავანებოთ. უბრალოდ მე აი ვიცი რომ სასამართლოზე სრუ ჩვენების მიცემა არის დასჯადი. მე ვიქნები გამომძიებელი იქნება რიგით მოქალაქე იქნება როცა სასამართლოზე წარმოდგება ჩვეულებრივი მოწმე საქმეში უნდა თქვა სიმართლე მხოლოდ სიმართლე არაფერი სიმართლის გარდა მოსამართლე გეკითხება რომელ ფიცს დადებ რელიგიურს არა რელიგიურს თუ ნეიტრალურს მეტი წილი იჩემენ რელიგიურს რელიგიური ფიცი აქვს დადებული ბევრ ადამიანს ვიზეც ახლა მეტი მაგალითი მინდა მოვყვე ამბობენ ესე იგი ტყუილი არ უნდა თქვას ანუ სრულ ჩვენება არ უნდა მიცეს ერთს გამოვყოფ მარტო ბატონი რომიკო გოგიაშვილი რომელიც იყო მოსული პატაკის ავტორი იყო მოსული ჩვენებაზე და ჩვენების მისაცემად გამოკითხული როგორც მოწმე და ადვოკატი ეკითხება. ქალბატონ ლიკაბითაძე ეკითხება ჯოხაძესთან გიორგი ჯოხაძეს მიმართებაში სახლის შრეკის დროს და ასევე ეკითხება ქალბატონი შორენა ნიკაბაძე და ეკითხება ბატონი მიხეილ ჭანუყვაძე გიორგი მიქაძეს სახლის შრეკის დროს. ეკითხებიან ასეთ რამეს. სასამართლოზე. ბატონო რომიკო იყავით თუ არა თქვენ გიორგი მიქაძის დაკავების დროს სახლის ჩხრეკის მონაწილე. ესწრებოდი თუ არა ამ პროცესს. ბატონი რომიკომ ერთხელ თქვა არა, არ ვიყავი, არ მიმიღია მონაწილეობა. მეორეჯერ გაუმეორა. ქალბატონმა შორენამ არ მიმიღია მონაწილეობა და ბატონ მიხეილ ჭანუყვაძემ გაუმეორა ეს კითხვა, რადგან ბატონი მიხეილ ჭანუყვაძე იქ იყო პირველივე დღეს, როდესაც 12 აგვისტოს მივიდნენ გიორგი მიქაძესთან სახში, მისი როგორც ადვოკატი იყო უკვე იქ. წარმოგიდგენია ხო და ბატონ მიხეილ ჭანუყვაძემ განუმეორა, ვიყავი და არა არ ვიყავი. მან იცრუა. ამის შემდეგ არსებობს ვიდეო კადრები, გადაღებული ბატონი გიორგი მიქაძის შვილის მიერ. ოჯახის წევრები იღებდნენ. ეს კადრები ჩვენ გაუშვით. ეს კადრები სასამართლოზე დაფიქსირდა, როგორც არსებობს კადრები. მაგრამ გამოჩნდება, რომ მე არ მინდა გადავასწრო მოვლენებს დაცვის სიტყვის. ჩვენ ეს კადრები გაუშვით ინტერნეტში, ტელევიზიებში ამ კადრებმა იარა, სადაც რომიკო გოგიაშვილი ესწრება კი არა პროცესს. პირადად ის მითითებებს აძლევს კაკულიას ერთ-ერთ ასევე ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ასევე მოწმეთ იყო გამოძახებული, თუ როგორ ხრიკავს, როგორ ასრულებს მითითებებს, სახურავზე როგორ ადიან და ჩამოდიან გიორგი მიქაძის სახლის ვერანდაზე და ტერასაზე. მარტივ კითხვას ვსვავ. არაფერს არ ვამბობ. აი, ნებისმიერ მოსამართლეს ანახოს. არის თუ არა ეს სრულჩვენება. და ამის გამო, როგორც კი ეს დადასტურდება, ამის გამო უნდა იქნას თუ არა პასუხისგებაში მიცემული რომიკო გოგიაშვილი ამჟამად გამომძიებელი და დეტექტივი თუ ეს რა ქვია თანამშრომელი და რატო უნდა მივეცე მაშინ მე პასუხისგებაში მე რო იგივე გავაკეთო მე ხო როგორც მოწმესაკი ტყუილი ხო არის ხო უნდა იყოს ეს კაცი საქმის ანუ საქმეში სრულჩვენების მიცემის გამო
მიცემული სწორია იქიდან გამომდინარე, მე რასაც შენიძახი იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც მოწმეს დებს ფიც, რომ მან სიმართლე უნდა ელაპარაკოს, მას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ადვოკატი იქნება ეს თუ პროკურორი იქნება, არ ეკითხება რაიმე ისეთ მნიშვნელოვანს, მაგრამ ნებისმიერი შეკითხვა სასამართლო პროცესში რაც გაჟღერდება და ნებისმიერ პასუხს აქვს თავისი წონა, თავისი ძალა, თავისი მნიშვნელობა, რომელსაც ან ერთი ან მეორე მხარე შემდეგ თავის დასკვნით სიტყვაში გამოიყენებს და ეხლა რადგან გეკითხება ეს ადვოკატი, უნდა გასცეს სწორი პასუხი. როდესაც ესე ურცხვად იტყუება, მით უმეტეს საუბარი არის დეტექტივზე, ხო? ანუ ადამიანზე, რომელსაც უფრო მაღალი, როგორ თქვა, ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს, როდესაც მოწმედ გამოდიხარ, რომ სიმართლე უნდა ელაპარაკო, მაგრამ შენ თვითონ რო ხარ სამართალ დამცავი. შენ გავალია, რომ აი სხვები უნდა აკონტროლო, რომ წესრიგი უნდა დაიცვა ამ ქვეყანაში და შენ გამოდიხარ და იტყუები სასამართლო პროცესს, ეხა ნუ რაზე და არსებობს ფაქტი, ხო? არსებობს გადაღებული ფაქტი აქ. თუ ჩვენ ვიტყუები და რაღაც მაშინ დაგვაკავეთ ჩვენ. ხა ეს ჩვენ სიუჟეტებში არაერთხელ იქნა გაშვებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მათ შორის სასამართლოზეც ექნება თავის შეფასება. ეს როგორც მინიმუმ ეხა თავად აი ამ ადამიანის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობაზე მაინც ხომ მეტყველებს. აი ყველაფერს ეს არის თან თავარი პატაკის ავტორი. ეს არის თავარი პატაკი. სადაც ინკოგნიტო თუ ამ შემთხვევაში აქაც რაზეა საუბარი, რომ მაყურებელმა კი ითქვა ჩვენ სიუჟეტში ხა რაც გაუშვით, მაგრამ რომიკო გოგიაშვილი კი არ ამბობს, რომ მან რამე იცის. ის ამბობს, რომ მას ანონიმურმა წყარომ მიუტანა რაღაც ინფორმაცია კონფიდენტმა. და ეს ანონიმური წყაროს მიერ მიტანილი ინფორმაცია ჩაწერა პატაკში, თორე მე კი არ გამიგია, ანუ ამას რა მნიშვნელობა აქვს რა, რომ იცოდეს მაყურებელმა და რატო ასე დეტალებს რატო ხსნით, რომ ამ შემთხვევაში დაცვის უფლება არ არის, როდესაც საუბარი არის ანონიმური წყაროს მიერ მიტანილი ინფორმაციაზე. აქ დაცვის უფლება არ არის გარანტირებული და არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ შორის, ნუ უზენაესი პრაქტიკა ნამდვილად ვიცი რომ არის და თუ არ ვწდები არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაც, რომ ანონიმური წყაროს მიერ მიტანილ ინფორმაციაზე არ შეიძლება რომ დადგეს განაჩენი. პირდაპირ არის ეს განსაზღვრული, ფაქტობრივად იგივე კანონიზალა აქვს, ხო? ეხლა ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას. პირდაპირ არის ეს უკვე მიღებული პრაქტიკა ჩვენს სასამართლო სისტემაში და ამ შემთხვევაში რატო არის ეს ასე მიღებული, რომ რომიკო გოგიაშვილი კი არ არის ის ადამიანი, ვინც თქვა, რომ აი მე დავინახე, მე ვიცი, მე გავიგონე, არა. მან თქვა, რომ მე ვიღაცა მითხრა, მე იმ ვიღაცის ვინაობის დასახელების ვალდებულება არ მაქვს და არ ვასახელებ და ასეთ შემთხვევაში ადვოკატი აღარ არის უკვე ადვოკატს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს ამ კონფიდენტის მიერ და ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ინფორმაციის ისორე, მას დაუსვა შეკითხვა, იქნება იტყუება საერთოდ ის ადამიანი, საერთოდ არ ვიცით ვინ არის, ვინც ეს ინფორმაცია მიიტანა, ხო? ანონიმური წყაროა, გეუბნება გამომძიებელი და რანაირად შეიძლება რომ ამ შემთხვევაში დაცვის უფლება იყოს გარანტირებული, თუ კი გამომძიებელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკოს თავის კონფიდენტს, მაგრამ მე არ მაძლევ დამცველს იმის უფლებას, რომ მას შეკითხვა დაუსვა. იქნება მოეჩვენა, იქნება ცრუობს, იქნება რაღაცას ამეტებს. სასამართლო ხო იმიტომ იმართება, რომ ასეთი ტიპის ადამიანები, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, გამოიძახოთ მოწმეთ, შევეკითხოთ, დავკითხოთ მოსამართლის თანდასწრებით, გავარკვიოთ სიმართლე. ამის საშუალება კონფიდენტის შემთხვევაში არ აგვაქვს. ამიტომ არის ზუსტად ასე საქართველოს და სწორად არის განსაზღვრული საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში, რომ კონფიდენტის და ანონიმური წყაროს მიერ მითითებულ ინფორმაციაზე არ შეიძლება რომ დადგეს განაჩენი, თუ ის ასევე არ არის სხვა რაღაც ობიექტური მტკიცებულებებით გამყარებული. ამას ძალიან კარგად ხსნიდა მათ შორის ადვოკატი ჩვენ სიუჟეტშიც, მაგრამ აი ჩემს მნიშვნელოვანი ეს დავაზუსტოთ, იმიტომ რომ აი ჩვენ საუბრობდით ინკვიზიციაზე, ხო, მაგალითად, რომ ინკვიზიციის დროსაც კი მტკიცებულებები ჭირდებოდაო და ინკვიზიცია მაშინ ცდილობდა ამ მტკიცებულებების შექმნას და 1000 რაღაც ხრიკი ჰქონდათ მოფიქრებული, რომ მაგალითად აწონიდნენ ხა ადამიანს და თუ რაღაც წონაზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, ესე იგი ჯადოქარი ხარ და იმ შემთხვევაში ეს სასაცილო მტკიცებულებებია და არგუმენტებია, რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ თავად პრინციპი რომ მტკიცებულება აუცილებელია ადამიანის გასამართლებისთვის, მაშინ ესმოდათ უკვე. ინკვიზიციის დროსაც ესმოდათ. აი ეს საქმე და მისი, ასე ვთქვათ, ბრალდების ნაწილი არის ინკვიზიციის სტანდარტზე დაბალი თავისი მტკიცებულებებით. როდესაც აი პირდაპირ გიწერია კანონმდებლობაში, რომ არ შეიძლება რომ კონფიდენტის, ასე ვთქვათ, საფუძველზე, მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო რაღაც ბრალი წაუყენო ადამიანს და მაინც ესე ჯიუტად ბრალდების მხარე აი მხოლოდ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აყენებს ბრალს და მე ხა აი უბრალოდ შენ შეეხე ბატონ ლევან ვეფხვაძის, ასე ვთქვათ, კომპეტენციას და მეც მინდა რა თქმა უნდა დაუდასტურო ამ ადამიანს პროფესიული, ასე ვთქვათ,
პატივისცემას და მის კომპეტენციაში კი არ მეპარება ეჭვი. უბრალოდ მას ეხა ძალიან რთული ამოცანა აქვს. შეუძლებელი ამოცანა აქვს გადასალახი, როდესაც არ გაქვს არანაირი მტკიცებულება და ადამიანებს უნდა დასდო ბრალი. ნუ ეს მისი პროფესია ეხა, პროკურორია, ეს უნდა გააკეთოს მან. მეორე საკითხია ეხა რამდენად კეთილსინდისიერების და ასე ვთქვათ მორალის საკითხები შემოდის რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში, რომ როდესაც იცი რომ ადამიანი ნამდვილად უდანაშაულოა და ნამდვილად არაფერი მტკიცებულება არ აქვს, მაინც რატო უნდა იყო პროკურორი და სდებდე ბრალს ესეთ დროს, მაგრამ ნუ არ ვიცი რის გამო, შეიძლება ინტერესის გამო, არ ვიცი რის გამო ყოველ შემთხვევაში, მაგრამ გასაგებია რომ ამ კაცმა აიღო თავზე ეს პასუხისმგებლობა, რომ უნდა დასდოს ბრალი უდანაშაულო ადამიანებს და ჩვენ ეხა მის კომპეტენციას კი არ ვაყენებთ ეჭვის ქვეშ. უბრალოდ ის მას აქვს შეუსრულებელი ამოცანა, გადაულახავი ბარიერი წინ, რომ მტკიცებულების გარეშე დასდო ადამიანს ბრალი და ხა რა შეუულია აკეთებს ეხა იმანას მეტი რა გააკეთებს არა აქვს ის მტკიცებულება მართლა იმ გამომძიებელმა კონფიდენტის მეტი არ მოუტანა არაფერი ფიზიკურად რაც არ არსებობს ხო ვერც მიუტანდნენ ეს ცხადია ისიც უნდა ვთქვათ ჩვენ სხვათა შორის რომ არ გვეგონოს რომ გამოძიება თავიდანვე იყო აი ესეთ მდგომარეობაში. მათ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ქონდათ ძალიან ბევრი რაღაცის იმედი. ჩვენ სხვათა შორის ვაჩვენეთ კიდეც მაყურებელს როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა სხვადასხვა მოწმეებზე, ხო როგორ ცდილობდნენ მათგან აი რაღაც ისეთი ტიპის ჩვენებების მიღებას, რაც მე უკვე მართლა წონადი არგუმენტი იქნებოდა, წონადი მტკიცებულება იქნებოდა და ეხლა რა ვიცი, ადამიანი თუ იტყოდა რომ აი ამ ადამიანმა წაიღო ეს ჩემი იარაღი, რითიც შემდეგ მოხდა მკვლელობა და ხელს დაადებდა კონკრეტულად რომელიმე ბრალდებულს პირობითად. ნუ ამას ექნებოდა უკვე პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ძალა. მათ ჰქონდათ იმედი, რომ ამგვარ მტკიცებულებებს მოიპოვებდნენ, შექმნიდნენ ზეწოლით, დაშინებით თუ სხვადასხვა გზით ამას მოახერხებდნენ, მაგრამ ნუ ობიექტური რეალობაა, რომ ვერ მოახერხეს. და დღეს აქვთ მართლაც მხოლოდ კონფიდენტების მიერ მიტანილი ინფორმაცია და რაღაც ანონიმური Facebook პოსტების გამოქვეყნებული პოსტები ჯერ ხო ეს საერთოდ აი მარაზმია, რომ Facebook-ზე ანონიმურმა არაიდენტიფიცირებადმა წყარომ რაღაც სტატუსი დაწერა და ამის გამო ადამიანს ბრალი წაუყენეს. აი ხა ესეთი ის კანადელი ადვოკატი ეხა დარწმუნებული ვარ ეხა თავისთვისაც ხო ადამიანია ხო ფიქრობს ხო ხედავს ამ ყველაფერს აი არ ვიცი მე მის ადგილას გავგიჟდებოდი ეხა კანადიდან რომ მოდიხარ სადაც მართლა აწყობილი სამართლებრივი სისტემა გაქვს და ყველაფერი გამართულად არსად არ მუშაობს მაგრამ ეხა საქართველოს სტანდარტს შევადარებთ ნამდვილად ალბათ 64-ია იქაური მართლმსაჯულება ამ ხრივ და ჩამოდის და აგეუნებია რომ შენ უნდა დაიცვა ადამიანი რომელსაც ბრალი აქვს აყენებული ანონიმური წყაროს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო შეიძლება მართლა გულში ეცინება კიდეც იმ კაცს რომ სად ვარ და მართლა ჯუნგლებში ვარ და ველურებთან ხო არ მიწევს ურთიერთობაო ალბათ დარჩება ნამდვილად ეს შტაბეჭდილება და არ იქნება ეს ამ შემთხვევაში გაუმართლებელი აქედან გამომდინარე რა ვიცი მე მაინც აი დავასრულებ ჩემს აზრს იმით რითიც რასაც შევეხეთ და რაზეც აი მიხეილ ჭანუყვაძემაც ისაუბრა ჩვენ სიუჟეტში რომ გვაქვს ნამდვილად ქართული მართლმსაჯულების იმედი ამ ხრივ რა მე მართლა მინდა მჯეროდეს რომ აი ტყუილად არ გვიბრძოლია იმ დროს როდესაც 2012 წელს მოხდა ეს ეპოქალური ცვლილება და ქვეყნის სადავეებიდან მართლა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაყარა ის ხალხი, ვინც აკეთებდა ესეთ რაღაცებს, ვისაც სასამართლო მართლა ჯიბეში ედოდა ესეთ თითის გადკაცუნებაზე ხდებოდა ადამიანების უდანაშაულო ადამიანების გასამართლება, იმიტომ რომ იქ ვიღაცას ეგეთი ინტერესი აქვს, ეგრე გონია სწორი და ესე მიაჩნია სიმართლე, ამის გამო რო ასამართლებდნენ მხოლოდ ადამიანებს, მე მინდა მჯეროდეს, რომ აი ამ სტანდარტ ჩვენ გადავაბიჯეთ, გავცდით ქართულმა ხალხმა მიიღო ამაზე პრინციპული გადაწყვეტილება და მართლა მაქვს ქართული მართლმსაჯულების იმედი ამ ხრივ და მაქვს იმის იმედი, რომ აი მათ შორის აი ეს მოსამართლე, რომელიც მიმართაც ასევე ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ მე პირადად განწყობილი და რა ვიცი, მათ შორის პრინციპული გადაწყვეტილებები ვიცი და გამიგია ამ ადამიანის მიერ მიღებული დარწმუნებული ვარ, მინდა ვიყო ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული, რომ მიიღებს არა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მე მინდა და მე რაფს უნდა და იქ ვიღაცას, არა, როგორიც არის სამართლიანი, როგორიც არის ობიექტური და კანონში რაც წერია, ის შესრულდება. მეტი არაფერს არავინ არ ითხოვს. თენგვაი ბოლოსკენ რადგან ახსენე უბრალოდ მეც მინდა ვთქვა, არ ამგონია რომ ჩემი ამ ეხლა რასაც მე ვიტყვი ამ ჩემ გულში ნადებს თუნდაც, გულში ნადებს არა რაღაც პერიოდი, არამედ რაღაცა თუნდაც აი ამ საქმიდან გამომდინარე და მით უმეტეს, როდესაც შენ ახსენე მართლმსაჯულების იმედი და თუნდაც კონკრეტული მოსამართლე ბატონი რომეო ტყეშევაშვილი. მე პირდაპირ ეთერში ვარ ხა და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი და ვამბობ, რომ და ეს ბუნებრივი არ ამგონია ვინმე ზიანი მოუტანოს და მით უმეტეს თუ რამე ზიანს მოიტანს ეს ჩემი სიტყვები, ეს ჩემი გულწრფელი რაღაც დამოკიდებულება და
განწყობა მე მომიტანოს ისევ და არავითარ შემთხვევაში არ არის, მაგრამ მე გუშინ ჩემთვის როცა პროკურორს უსმენდი მთელი ამ 4 თუ 5 საათის განმავლობაში ნუ თვალწინ დამიდგა მთელი პროცესები განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბატონ რომეო ტყეშელაშვილი ჩაერთო უკვე ამ საქმეში და თითქოს პირველივე წამიდან პირველივე დღიდან მის მიმართ გამიჩნდა რაღაც ბევრი რაღაც აი მანამდე არსებული კითხვის ნიშნები რაც იყო თქვა იგივე სასამართლო სისტემაზე ან თქვა რა გადაწყვეტი რაღაც საქმეებზე და იცი ხო რა პერიოდი მოგვიწიათ ამ ბოლოს პოლიტიკურად დაძაბული პერიოდი აქციები ასე შემდეგ რაღაცა ძალიან ბევრ რაღაცა ლოგიკურ დასკვნებზე და განწყობებზე ამ კაცის მიმართ განვეწყე სრულიად ახალგაზრდა ადამიანი ახალგაზრდა კაცია და რაღაცა განვეწყე რომ რაღაც ესეთი განცდა მქონდა და მაქვს დღემდე და გუშინ განსაკუთრებით როდესაც მოსამართლეს დაასრულა ბრალდებამ თავის სიტყვა იქ ასეთი რამ თქვა ბრალდებამ ბატონ ლევან ვეფხვაძემ თქვა ასეთი რამ რომ მე დავასრულეო ჩემი სიტყვაო სამართლებრივი ნაწილი მართლაც რომელიც იყო საკმაოდ დიდი და დავასრულეო და მან თქვა რომ აწი ბატონო მოსამართლე სასამართლომ მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებაო მე რომ ვიყო გიორგი მიქაძის ადგილას და მე რომ მქონდეს საშუალება და ვიცი რომ არსებობს საშუალება ყოველთვის ბრალდებულს ეძლევა საშუალება მასაც ბოლოს იტყვის მე ესეთ რამეს ვიტყოდი ჩემს სიტყვაში რომელიც იქნებოდა უშუალოდ იმ მომენტში ალბათ ერთ-ერთი არა სრული რაღაცა ესე დიდი რამე ისეთი სიტყვა არამედ შევესწრებოდი რომ ყველაზე გულიდან რაც ყველაზე მეტად რაც დამჭირდებოდა სიტყვები რომელიც მე მიმიყვანდა იმ განსამდე რომ ბოლომდე დარწმუნებულიყავი რომ ბოლომდე მიმდობოდი მართლმსაჯულებას და კონკრეტულად ბატონ მოსამართლეს ვიტყოდი ასეთ რამეს რომ მართლაც შეიძლება ბევრი ადვოკატი მიცავს და შეიძლება ბევრი ადვოკატი იცავს და საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები იცავენ ბატონ გიორგი მიქაძეს დავით მიქაძეს მაგრამ იმედი ამ შემთხვევაში საბოლოო იმედი მაინც დამრჩებოდა თქვენი ბატონო რომეო და დამრჩებოდა ვთქვათ იმედი მართლმსაჯულების ამ შემთხვევაში მოდი ვიტყვი მართლმსაჯულების ნებისმიერი მოსამართლე ვინც იქიждდებოდა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როდესაც ესეთი განაჩენი და ვიცი რომ ურთულესი უმძიმესი უდიდესი ურთულესი საქმეა ხა მესმის მოსამართლეობა მაგრამ ეს საქმე ერთის ხრივ როცა დარბაში დაზარალებულებით ხედან და იქაც ძალიან რთულია სიტუაცია რაც თქვა მეორე მხარეს როდესაც არანაკლები ტრაგედია როდესაც სრულად უდანაშაულ ადამიანს შეიძლება ისეთი საშინელი ბრალი დაბრალდეს და წავიდეს პატიმრობა მიეცეს მართლა ურთულესი გადასაწყვეტია მართლმსაჯულება ამ შემთხვევაში და ადამიანი მოსამართლე რომელიც იქ ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მართლა რთული გადასაწყვეტია მაგრამ მე პირადად არავის იმედი აღარ დამრჩებოდა მით უმეტეს იმ სიტყვის მერე რაც პროკურორმა ბოლოს თქვა ბრალდებაზეა მართლა დაფუძნებული დამოკიდებული საერთოდ განაჩენი ხო და მტკიცებულებებზე რა თქმა უნდა იმ მტკიცებულებების არგუმენტებზე გამყარებაზე და იმ მტკიცებულების საერთოდ არსებობაზეა დამოკიდებული მე ვიტყოდი რომ მართლა იმედი და ბედიც არა მხოლოდ ჩემი ერთი რიგითი ადამიანის რომელიც საშინელ პატიმრობას გაივლის ან და ჩემს უკან მდგომი ოჯახის წევრების არამედ ყველა იმ ადამიანის ვისაც ხვალზე ნდობა აქვს მართლმსაჯულების და ნდობა უფრო მეტად უნდა გაუმყარდეს სასამართლოს მე პირადად ვიცი რა საშინელ წნეხი იქნება ახლა და როგორი გადასაწყვეტი იქნება დღევანდელ ვითარებაში ამას ვამბობ კაცი რომელსაც გამოვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილის იმ რეჟიმის და მაშინდელი არ ვიცი 12 დაკავება და 12-დან 2 პატიმრობა და მე ვარ ადამიანი რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილება ევროსასამართლო სტრასბურგის სასამართლო მაქვს მოგებული და მე ვარ ადამიანი რომელმაც ბოლოს მაინც სამართალი იქვიპო მაგრამ ყველაფრიდან მიუხედავად ზუსტად ამ დროს მე ასეთ რამეს ვიტყოდი რომ მე მეჯერა მართლმსაჯულების რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდით და მართლა თქვენ
ჩემი ბედი ამ შემთხვევაში და თქვენი ბედი და ზოგადად ბედის ნებისმიერი ადამიანის რომელიც უდანაშაულოდ არ უნდა მოხდეს არის თქვენ ხელში და თქვენი გადაწყვეტილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ მე ვისურვებდი მართლა თენგუსთქმის არ იყოს რომ ბევრი რამ გამოვლილი გვაქვს ჩვენ და ბევრი რამე ვიცით და ზუსტად ვიცი როგორი მარტივი კი არა საერთოდ ყველაზე უმძიმე სიტუაცია და რა შეიძლება რა მძიმე და რთული გადასაწყვეტი ასეთ დროს მაგრამ არ ვიცი მე ყოველ შემთხვევაში კიდე ერთხელ ვამბობ რომ რაღაცა მგონია რომ რაღაცა თუ ეს რაღაცა დამატებით მოითხოვს კიდე იმაზე მეც ვიდრე არის აი რაღაც ხო არის რაღაცა რა აი იმაზე მეტი ვიდრე კიდე უფრო მეტად უნდა რაღაცა მტკიცებულებების არარსებობა და ასე შანსები მაინც მგონია რომ მე ყოველ შემთხვევაში ვიტყოდი რომ ჩემი ბედი ახლა არის თქვენ ხელში იმ მოსამართლეს ხელში რომელიც მართლა იმედი მაქვს და ჩემი ბედის და ამ შემთხვევაში იმ ხალხის ბედის ვისაც ხვალზე მოუწევს მართლმსაჯულებასთან ყოფნა და შეხება არის თქვენ ხელში არის სამართლიანი გადაწყვეტილების ხელში და მგონია რომ რა ვიცი ის პერიოდი რასაც მე ვესწრები სასამართლო პროცესებს რასაც მე ვხედავ მერთმა დაიფაროს არ მინდა რომ მეჩვენოთ იმიტომ რომ მხოლოდ გიორგი მიქაძეზე არაა და დავით მიქაძეზე საუბარი ახლა აქ საუბარი არის ხვალ ზეგ მართლმსაჯულებაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტზე რომ ეს არის სასამართლო და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისეთი ინსტიტუტია ალბათ მე მაინც ვფიქრობ ეკლესიის მერე დობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტიტუტია ნახოთ მოკლედ ჩვენ ფილმი გვაქვს ახლა და გავუშვოთ კი და მინდა ამისი პატარა პრეზენტაცია გავაკეთო ამ რას შეეხება ეს საკითხი ჩვენ აი საუბრობთ რომ მტკიცებულებები არ არსებობს საქმეში ეს არის ეს ნუჩათვლის ასე ვთქვათ მაყურებელი რომ ეს ერთადერთი პრობლემაა ამ საქმის და ბრალდების ამ შემთხვევაში ანუ რაზეა საუბარი თავარი რაც ზოგადად აი ალბათ ყველას ვისაც პატარა დეტექტიური ფილმი მაინც აქ ნანახი შერლოკ ჰოლმსი წაუკითხია და ასე შემდეგ თავარი არის მოტივი ხო საქმეში ანუ როდესაც ადამიანს ვაბრალებთ რაიმე დანაშაულს ბრალდების უმთავრესი ფუნქცია არის პირველ რიგში რომ ანუ და გამოკვეთოს მოტივი აი რის გამო ჩაიდინა ადამიანმა დანაშაული და არის საკმაოდ ბევრი ჩამონათვალი მოტივი კი და ნუ უამრავი ფრაზაც არსებობს თავარი მათ შორის ანგარება დანაშაული და აი უამრავი ფრაზა შურიზიება და რა კი და მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობაც ითვალისწინებს ახლა და ის 109 მუხლი რაც არის დამამძებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა სხვადასხვა მოტივებსაც ითვალისწინებს რომ აი რა მოტივით ჩადენილი დანაშაული აი ეს მუხლი კონკრეტულად აი ეს ნაწილი რაც არის ადგენილი რომ ანგარებით და შეკვეთით ესეც არის მოტივი ერთ-ერთი რომ ანუ შენ შეგიკვეთეს თანხა გადაგიხადეს რაღაცა ინტერესის გამო ჩაიდინე ესეც მოტივი არის ხო ამ შემთხვევაში მაგრამ უშუალოდ გარდა იმისა რომ მუხლს უყენებ ადამიანს უნდა დაასახელო კონკრეტული მოტივი როდესაც ხარ ბრალმდებელი რომ აი ამის გამო ადამიანმა ჩაიდინა ეს დანაშაული თუ არ არსებობს მოტივი მართლა არ არსებობს დანაშაული. აი ეს არის აქსიომა ალბათ სამართლის და ვისაც აქვს სამართალთან პატარა მაინც შეხება, ყველა ამაში დაგვეთანხმება, რომ მოტივის გამოკვეთა ეს უმთავრესია. აი ეს საქმე გარდა იმისა, რომ არის ბრალდება მტკიცებულებების გარეშე, აი ეს არის ასევე საქმე, რომელიც არის ბრალდება მოტივის გარეშე. გუშინდელ დღეს ჩვენ ველოდებოდით მართლა გულდასმით, რომ რა მოტივს გამოკვეთავს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბრალდებას არ დაუსახელებია ერთი კონკრეტული მოტივი. ასახელებენ ბევრ სხვადასხვას. ამბობენ, რომ გამოიკვეთა ითქვა, რომ ბიზნეს ინტერესები ჰქონდა. მერე თქვეს, მაგრამ ამავდროულად არის ლაპარაკი, რომ შეკვეთით და ანგარებით არის ეს მკვლელობა ჩადენილი და ეს ორი მოტივი ერთმანეთს გამორიცხავს სამართალში. ანუ თუ ბიზნეს ინტერესი მაქვს და ამის გამო გკლავ, აქ შეკვეთა რაში მჭირდება ხო ანუ შურიზიების გამო არის ეს თუ შეკვეთით უკვლავ პირიქით მაშინ ბიზნეს ინტერესი რა შუაშია შემიკვეთეს და ვასრულებ რაღაცა შეკვეთას და საერთოდ არანაირი შეხება შეიძლება შენთან არ გქოს ანუ უკვე ურთიერთგამომრიცხავი მოტივები იქნა საქმეში ჩადებული. მერე ითქვა, რომ იქ ვიღაც ზედ ჰასანის თუ კანონიერი ქურდის წარსულში გარდაცვლილი კანონიერი ქურდის ოჯახის ინტერესი იყო და 1000 რაღაც სხვადასხვა მოტივი შემოიტანეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრალდება უნდა ჩამოყალიბდეს ერთ კონკრეტულზე, რომ აი ამის გამო ჩაიდინა ადამიანმა დანაშაული. გუშინდელ ბრალდების სიტყვაში ყველა ელოდებოდა, რომ უნდა რაღაც ერთი კონკრეტული გამოკვეთილიყო, მაგრამ ასეთი არ გამოიკვეთა. ანუ ეს საქმე იმითიც არის უნიკალური, ადამიანებს აბრალებენ დანაშაულს და არასახელებენ რა მოტივით არის ეს დანაშაული ჩადენილი და ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩვენ პატარა ვიდეო მომზადებული და მოდი აი ამ ვიდეოთი დავამშვიდობთ მაყურებელს. კი ბატონო, ჩვენ გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრაზე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ორ შაბათს და დიდი მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებდით და მადლობა ყველას ასევე ჩვენ გამომწერებს, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელში, Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე და მადლობა ჩვენ ტელემაყურებელს, თავისუფალი არხის მაყურებლებს. მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე ნახეთ ფილმი გამოძიება მოტივის გარეშე ამ შემთხვევაში. ნახვამდის.
ბრალდება მოტივის გარეშე. აგვისტოს თვის დასაწყისში, კერძოდ 5 აგვისტოს საქმეში იდება პოლიციის თანამშრომლის რომიკო გოგიაშვილის დაახლოებით გვერდნახევრიანი პატაკი. მაგრამ აქ უცნაური ამ პატაკში იცით რა არის? არეული არის მოტივები, ანუ ბევრი მოტივი არის ერთად შემოტანილი. ერთი მხრივ რომ ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული დავაზია საუბარი, მეორე მხრივ საუბარია იმაზე რომ თითქოს ზედ ხასანის მკვლელობასთან იყო დაკავშირებული რაღაც შურისძიება და მისმა შვილიშვილმა შურისძიება გადაწყვიტა და 5 მილიონზე არის საუბარი თითქოს ამ პატაკში, ოღონდ მერე თვეების განმავლობაში ეს 5 მილიონი მეტჯერ აღარსად არის ხსენებული, იმიტომ რომ ობიექტურად ვერ დადასტურდებოდა ეს გარემოება და გამორიცხულია ეს პირდაპირ ვამბობ, ამას იცით რატო უსვავხას, რომ კითხვები მინდა თვითონ საზოგადოებაში გავაჩინო, რომ კრიტიკულად შეხედონ ამ ყველაფერს. 5 აგვისტოდან ზუსტად 8 დღეში, 13 აგვისტოს წაუყენეს ბრალი გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს დაუსწრებლად. ნახეთ, ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდათ ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან. ამას რომ წერთ ბრალდების დადგენილებაში, ამას ხომ ჭირდება მტკიცებულება, ამაზე ვსაუბრობთ აქ ხო? ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ბრალდების მხარეს არც უცდია, გამოეკვლია რა ბიზნესით იყო დაკავებული გიორგი მიქაძე დაკავებამდე ან დავით მიქაძე. ნახეთ, როდესაც საუბრობთ რომ მთელი ეს მოტივი ყოფილა ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული დავა, საქმეში ხომ უნდა იყოს მასალები, ერთი ბრალდებული რა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, მეორე ბრალდებული რა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, თავის მხრივ გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე რა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული და მერე ხომ არ იყო რამე კვეთა ამ ბიზნესებს შორის, ხო? გეუბნებით, პატაკში რაც ჩაიწერა, იმის მერე რაიმე მოპოვებული არ არის. ბრალში წერია, რომ მოხდა ბიზნეს ინტერესების გადაკვეთა ამავდროულად წერია, რომ არის დაკვეთილი მკვლელობა, ამას მინდა ძალიან ყურადღება მიაქციოთ. ბიზნეს ინტერესების გადაკვეთა, რომელიც ერთმანეთს დაეჯახება და დაკვეთილი მკვლელობა უკვე გამორიცხავს ერთმანეთს. თუ ბიზნეს ინტერესები გადაიკვეთა და ჩვენ რაღაცას ერთმანეთზე გავბრაზით და ამის გამო მოხდა მკვლელობა, მაშინ დაკვეთა რა შემჭირდებოდა? შურისძიება და მოტივი სხვა არის და თუ კი გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ვიღაცამ დამიკვეთა, საერთოდ რო არ ქონდეს ეს ბიზნეს ინტერესები, დაკვეთას თუ ასრულებ, ვიღებ ამისთვის რა. ანუ უკვე წინააღმდეგობის სიტუაცია და რატო ეს ამას თავის ახსნა? იმიტომ რომ არ აქვს მტკიცებულება და თუ რამეა ყველაფერი წერია შიგნით. გაიჟღერა 5 მილიონმა დოლარმაც. გაიჟღერა ოღონ ამას ვამბობ, არც ერთ არანაირ მტკიცებულებაში, რომელიც წარმოდგენილი იყო საქმეში და არც ერთ მოწმეს ეს თანხა არ აღხსენებია. თანხის გადახდაც არ უხსენებია, მაგრამ გაჟღერებული. მაგრამ 5 მილიონმა დოლარმა თუ გაიჟღერა, როგორც დაკვეთილი მკვლელობისთვის გადახდელმა თანხა. ვინმე ხო უნდა თქვას ვერსიის სახით მაინც რომ ამან ეს თანხა ამას გადაუხადა, მერე ამან ეს თანხა ამას გადაუხადა, მერე ამათმა ესე გაიყვეს. ან შეიძლება თქვა რომ არ ვიცი როგორ გაიყვეს, მაგრამ მიიღეს. ხო, ჯერ ხო იურიდიულ რაღაცებზე არ ვსაუბრობ, ჯერ ხო ლოგიკაზე ვსაუბრობ. არა გვაქვს. ანუ უნდა ითქვას რომ ეს შეკვეთა თუ განხორციელდა ვიღაცის შეკვეთა და მიქაძეები ამ შეკვეთის გამტარები იყვნენ, რატო გააკეთეს ეს? ამ დროს მოყავთ მოწმეები მოტივთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იმას, რომ რაღაც ბიზნეს გადაკვეთები ჰქონდათ ერთმანეთში. ამავდროულად მოყავთ მოწმე, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილს არავითარი ბიზნესი არ ქონია საქართველოში. ამასთან ერთად რო ეკითხებით მე რა ბიზნეს ინტერესებია, მოყავთ კონკრეტული სიტუაცია, რომ გარდაცვლილი ვიღაცებს, ასე ვთქვათ, ეხმარებოდა იმაში, რომ მათი ბიზნესები ნორმალურად წასულიყო და არ გამოუვიდა. ესე იგი, ბიზნეს ინტერესები მაშინ არის მნიშვნელოვანი აქ მოტივად, თუ კი გარდაცვლილს და მიქაძეებს ან სხვებს რაღაც ბიზნეს ინტერესები ჰქონდა და ამ ბიზნეს ინტერესების დავაში გარდაცვლილმა გაიმარჯვა, ვიღაცა ნაწყენი დასვა და ამის გამო მოხდა რაღაცა. ესეთი სიტუაცია არ აქვს. შემდეგ მეორე მოწმესთან დაკავშირებით უკვე არაპოლიციელთ, რომელიც არის ბატონი გოგა მორგოში. მან განაცხადა, წეღარ რას თქვით, რომ თქვათ, გაიგო სადღაც რაღაცა, მოისმინა რომ რაღაც საფრთხე ემუქრებოდათ ჯანგველაძეებს თვითონ სხვა პირებისგან და თვითონ თავის ჩვენებაში განმარტა და თვითონ წარმოუდგინა საფრთხედ ლევან ჯანგველაძეს ოთარ ფარცხალაძე.
თავის ჩვენებაში იძახის, რომ თვითონ გააჩინა პირველად ეს ადამიანი. სასამართლოზე რამდენჯერმე ვკითხეთ რა, ტელეფონში საუბრის დროს უთხრა, რომ ეს იყო მისთვის საფრთხე. რაზეც ბატონლებას გაეცინაო. ანუ ის კაცი ამ საფრთხეს არ აღიქვამდა. ასევე თქვა თავისი მოტივი იმ პიროვნების მიმართ. იძახდა, რომ ოთარ ფარცხალაძე მის გააძევა რუსეთიდან მე ედავებოდა ტელევიზიას, მის კუთვნილ ტელევიზიას, თვითონ ემუქრება თუნდაც საფრთხე ამ პიროვნების მხრიდან და გრძნობს საფრთხეს და თვითონ დადის ბრონირებული მანქანა და დაცვით. შევადაროთ, ადამიანი არის უდაცვოთ. ეკითხებათ, რა საფრთხე თუ არსებობს საქართველოში, ეს მის ჩვენების პერეფრას ვაკეთებ. ის აჩენს ამ დროს ამ საფრთხეს და თვითონ აქვს მოტივი ამ პიროვნების მიმართ. ანუ ეს ტერიც ამ კაცის გაჩენილია. ამ საქმეში ბრალდებას არ აქვს ის, რაც ნებისმიერ დანაშაულს ლოგიკურს ხდის. მოტივი. ასევე არ ჩანს მიზეზი. არ იკვეთება მიზანი. და არ არსებობს ლოგიკური კავშირი. როდესაც მოტივი არ არსებობს, ბრალდება კარგავს საფუძველს და რჩება მხოლოდ ეჭვი. ასეთ პირობებში გამამტყუნებელი განაჩენი ვეღარ ეყრდნობა ფაქტებს და სწორედ აქ იძენს სასამართლო გადამწყვეტ როლს. მოსამართლის გადაწყვეტილება განსაზღვრავს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბედს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების რეპუტაციას. ამ დროს გამამტყუნებელი განაჩენი სამართალი კი აღარ არის, არამედ ის არის საფრთხე, რომელიც შეიძლება უდანაშაულო ადამიანებს მთელ ცხოვრება დაუჯდეს. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.